მოგესალმებით, ახლა უკვე საქართველოს ტალღის ეთერიდან პირდაპირ ეთერში მივესალმებით ჩვენი ახალი სტუდიიდან, ახალი სახელით და ახალი იდეებით და ახალი გეგმებით. მივესალმებით, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისუფალი საქართველოს არხის მაყურებლებს და ასევე რა თქმა უნდა სამეფო არხის მაყურებლებს. მე მერაბ ჭიქაშვილი ვარ და დღეს თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემი მეგობრებთან ერთად, კოლეგებთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, დენგო ომანიძე და ცოტნე მარღია იქნება ჩვენთან ერთად. ჩვენ პირველი, ახალ წელს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გილოცავთ ახალი სტუდიიდან, ახალი, თქვათ, ასე შეიძლება ითქვას, ახალი დასახელებით, ჩვენი ახალი rebranding-ით შეიძლება ასე ითქვას, მოგესალმებით და მივესალმებით, რა თქმა უნდა, მაყურებლებს ორივე ტელევიზიის არხზე და შესაბამისად გილოცავთ, რა თქმა უნდა, ახალ წელს. შობა ახალ წელს. ჩვენ პირველი გადაცემაა ეს უკვე ჩვენი ახალი სტუდიიდან, შესაბამისად, ახალი დასახელებით და ახალი, ასე ვთქვათ, ქუდის ქვეშ და გვინდა რომ პირველია ეს გადაცემა, ჩვენი დღევანდელი პირველი გადაცემა, ასე ვთქვათ, საქმის კურსში და ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენი სოციალური ქსელის, YouTube გვერდის, Facebook გვერდის და რა თქმა უნდა, ჩვენი ტელეარხების მაყურებლებს ვაცნობოთ და ძალიან მოკლედ აუხსნათ თუ რა როგორ იქნება და რა ასე ვთქვათ, გრაფიკით ვიმუშავებთ თქვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხებით ყველა იმ მიმდინარე პროცესებს, მაგრამ მანამდე მინდა რომ ახალი სტუდიიდან, ახალი დასახელებით უკვე ჩვენ საქართველოს ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ, ასევე და რა თქმა უნდა, დავაფუძნეთ კომპანიას, შესაბამისად და რა თქმა უნდა, ეს ემსახურება მხოლოდ ეს იქნება მედია სააგენტო და ეს ემსახურება მხოლოდ მედია ინფორმაციას და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვექნება აი ამ ყველაფრის ანონს თქვენ საქმის კურსში ჩაგაყენებთ თუ რაზე გვექნება, როგორი გადაცემები გვექნება, რა ტიპის გადაცემები გვექნება, რაზე გვექნება საუბარი, რატომ საერთოდ ჩამოვშორდით, ასე ვთქვათ, პოლიტიკის ნაწილს, რაც შეეხება თქვათ, პარტიულ პოლიტიკის ნაწილს და დღის წესრიგს, ყველანაირი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგიდან გათავისუფლებულები ვართ და შესაბამისად ჩვენი მეგობრები მოგესალმებიან თქვენ და შემდეგ უკვე მე კიდევ ოდნავ რამოდენიმე ესკურს გავაკეთებ ჩვენი მომდევნო გადაცემების. მოგესალმებით, მერაბ, ცოტნე, მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. მიხარია რომ დაუბრუნდით, ესე იგი ახალ სეზონში, მინდა მიულოცო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას მაყურებელს. შობა ახალი წელი, დღესასწაულები, რომლებიც ყოფილიყო სიკეთის მომტანი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი აუდიტორიისთვის და ჩვენ საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ აი ამ განახლებული ფორმატით, მაგრამ მათ შორის ძველი იდეებით განვაგრძობთ და შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს საინტერესო კონტენტს, ასე რომ, რა ვიცი, ჩემ თავსაც და თქვენს გისურვებთ ბატონო. ბატონო, მეც მივესალმებით თქვენის ნებართვით ჩვენს მაყურებელს, მიულოცავ ახალ წელს, შობა ახალ წელს, რა ვიცი, ყველაფერი კარგი, სიკეთის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული ქართველისთვის, მათი ოჯახის და ზოგადად მთელი ქვეყნისთვის, რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ, ახალ წამოწყებას, ახლა პირველ ნაბიჯებს გამო პირველი ეთერი ახალი შეფუთვის, ახალი სახელის ქვეშ და როგორც ადრე, როგორც მანამდე შრომობდით, მუშაობდით იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა სწორი ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჩვენი მაყურებლისთვის, იგივეს ვეცდებით და იგივე შემართებით ვეცდებით, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ დღეის იქითაც. კი ბატონო. მოკლედ, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, საერთოდ მიზეზი თუ რატომ მოხდა ეს და შესაბამისად შემდეგ უკვე გვინდა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს უკვე ვეტყვით კონკრეტულად როგორი გადაცემები, რომელი გადაცემები იქნება და რა თემებს შევეხებით. პირველი კონკრეტული მიზეზი თუ რატომ შევცვალეთ სახელი, რატომ შევიცვალეთ საერთოდ ამ შემთხვევაში ფორმატი იმ გაგებით, რომ საერთოდ ჩამოვშორდით და ჩვენ ვართ აპოლიტიკურები. შესაბამისად პოლიტიკური კონიუნქტურას, რომელსაც ხოთა შორის ლოგიკურიც იყო და ბუნებრივიც იყო, რომ რაღაცა კავშირი იქნებოდა და იარსებებდა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, შესაბამისად ეხლა ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური კონტენტი, მით უმეტეს პარტიული კუთვნილების, ან რაღაცა პარტიული მიკერძოების ახალ არხს საქართველოს ტალღას არ გააჩნია, არ აქვს და არც ექნება. რაც შეეხება პოლიტიკის ნაწილს, რა თქმა უნდა, პოლიტიკას შევეხებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკის გარეშე მედია საშუალება არ არსებობს, მაგრამ აქაც გვინდა ვთქვათ ერთი რამ, რომ
პოლიტიკას გადააჭარბებს და პოლიტიკური ნაწილები კონტენტზე უფრო მეტად იქნება კონტენტი განათლებაზე, ისტორიაზე, კულტურაზე, სპორტზე და მათ შორის იქნება კონტენტი, რა თქმა უნდა, შემეცნებაზე, იქნება შემეცნებითი. პირველი რაც გვინდა მარტივად თქვა და მე მერაბ ჭიქაშვილი და ჩემ გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, სადაც სხვათა შორის, იგივე ცოტნე მარღიასთან, იგივე თენგო ომანიძესთან ერთად, ჩვენ გვიდით სოლიდარობის სტუდიაშიც იმ პროდუქტს, იმ კონტექსტს, რომელიც თავიდან ბოლომდე დაკავშირებულია ჩვენ პროფესიასთან, ცოტნე ამ შემთხვევაში, როგორც ანალიტიკოსი ბუნებრივია და როგორც ფილოსოფოსი, ჩვენ გქონდა ეს კოლაბორაცია და გქონდა და გვაქვს და ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და რაც შეეხება თენგოს და მე, დიდი ხნის ჩვენი გამოცდილება ტელეწამყვანობის, მედიაში ყოფნის და ზოგადად ქონოდა გადაცემები, რა თქმა უნდა, ესეც არის ბუნებრივი, რომ ვაგრძელებთ ისევ ამ კუთხით. მაგრამ გვინდა ხაზგასმით თქვა, საქართველოს ტალღას, ახალ საინფორმაციო მედია საშუალებას, ორგანიზაციას, კომპანიას, რომელიც დავაფუძნეთ და შესაბამისად გახლავართ უკვე სახეზე, როგორც დამფუძნებლები, ასევე ხელმძღვანელებიც, ეკნება კონტენტი და ეკნება მიმართულება მხოლოდ ისტორიაზე, განათლებაზე, კულტურაზე და რა თქმა უნდა ეკნება პოლიტიკური ნაწილი, ეს იქნება ზოგადად მთელი პოლიტიკა და პოლიტიკური ხედვა, როგორც შიდა, ასევე საგარეო სხვა ფაქტორების. მაგრამ კონკრეტული ჩვენი მიზანი, ან ჩვენი ინტერესი, რომელიმე პოლიტიკური პარტია გქონდეს, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის სააგენტო ვიყოთ, ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კონდეს ან ნებისმიერი აიმესის თანამშრომლობა გამორიცხულია ჩვენ რა დამოუკიდებელი მედია საშუალება გვინდა და ვცდილობთ რომ დავრჩეთ ამ სეგმენტში ყველას და ყველაფერს მადლობა უთხრათ მათ შორის ჩემ თავსაც ჩემ მეგობრებსაც ყველას სადაც ვიყავით როგორც ჩემზეთ რა შევძელით ჩემს ქვეყანასაც რა თქმა უნდა იმ ხალხსაც რომელიც გვიყურებდა და გვისმენდა მაგრამ ვაგრძელებთ ჩვენ ურთიერთობას და ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას მხოლოდ მედია სააკეთოს კუთხით კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, მით უმეტეს გარდა ტელეეთერებისა და აქვე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა თავისუფალ არხს, მის ორგანიზაციას, თავიდან ბოლომდე მის ხელმძღვანელობას, სამეფო არხს, თავიდან ბოლომდე მის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე სრულიად უანგაროთ, მხოლოდ გვაქვს სათანამშრომლო სიტყვიერი ხელშეკრულება დადებული და გვაქვს ეს ურთიერთობა, რომ ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ გავიდეთ ეთერში, ასევე იგივე თქვა თავისუფალი არხის ხელმძღვანელობა ან იქ მონაწილე ადამიანები იღებენ ჩვენი კოლეგები იღებენ მონაწილეობას ჩვენთან ჩვენი სტუდიიდან ხდება ხოლმე განხორციელდება ხოლმე მათი ეთერები და ხორციელდება რა თქმა უნდა ბუნებრივია ჩვენ მხოლოდ რჩევით ამ ნაწილში ჩვენ აღარ ვეხებით პოლიტიკურ კონექტურას კონკრეტულად რომელიმე პარტიის და არც ერთი პარტიის და მათ შორის ჩვენ არცერთს სამივე მათგანს აქ ვინც ვარ ჩვენ თანამშრომლებს რომლებიც ეხლა კადრს მიღმა არიან და საქართველოს სტუდიის თანამშრომლებს რომლებიც მუშაობენ ეხლა იმისათვის რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიყოთ მხოლოდ გვჩება სურვილი და მიზანი და ყველაფერს შევესწრებით რომ გავაკეთოთ გემოვნებით მხოლოდ იმისათვის რომ ჩვენ მოსახლეობას გქონდეს ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე რომელსაკითხზე ჩვენ გვექნება გადაცემები სრული გემოვნებიანი, ეფექტური და კარგი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. რაც შეეხება ჩვენი ინტერნეტში და ასევე სოციალური გვერდები, ჩვენი Facebook გვერდი, ჩვენი YouTube გვერდი, რომელსაც უბრალოდ შეეცვალა სახელები, მხოლოდ შეეცვალა სახელები. საქართველოს ტალღა გახდა აწი და იქნება აწი ჩვენი სამივე არხი, როგორც YouTube გვერდზე, ასევე Facebook გვერდზე და ასევე TikTok გვერდზე მხოლოდ სახელი შეიცვალა. ჩვენ ვაგრძელებთ და ყველაზე პოპულარულია დღეს მე ეხლა ხანს დავბრუნდი გერმანიიდან, ასევე გერმანიაში ჩემი ყოფნის დროს ჩვენ რამოდენიმე, სხვათა შორის მათ შორის შეიძლება უკვე ითქვას ღიათ რომ მათ შორის ბევრ სააგენტოსთან, ბევრ იმ ადამიანთან, ანუ როგორ ვთქვათ, პერფორმერთან, ანუ YouTuberთან შეიძლება ასე ითქვას, ან და ჩვენი ტიპის რა ქვია სტუდიის ჩვენ კოლეგებთან გვაქვს ძალიან დიდი კომუნიკაცია ვაპირებთ რომ ძალიან ბევრი საერთო პროგრამა პროექტი გავაკეთოთ და ასევე არ გამოვრიცხავთ რომ გვაქვს ჩვენ რამოდენიმე Deutsche Welle-ს რამოდენიმე Deutsche Welle-ს ტიპის რამოდენიმე ესეთ YouTube კონტენტთან და Facebook კონტენტთან გვაქვს ურთიერთობა თანამშრომლობა რომ გვექნება
ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაციების გაცვლა და ნათარგმნი კონტენტის გაშვება, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურია. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ გერმანიაში საკმაოდ დიდი აუდიტორია ქართულენოვანი მაცხოვრებლების, რა თქმა უნდა, რუსულენოვანი მაცხოვრებლების და ეხლა შესაბამისად გერმანული და ინგლისურის ბუნებრივი არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ არხს და აქვე დიდი მადლობა მინდა უთხრა. ჩვენს გვერდებს, როგორც YouTube გვერდზე, ასევე Facebook გვერდებზე და TikTok გვერდებზე გერმანიაში და ასევე სხვაგან მთელ ევროპაში საკმაოდ დიდი იყავს მაყურებელი ჩვენი ემიგრანტები, ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, არ ვიცი მე, წარმატებულები, რომლებიც არიან, რა ვიცი, ნებისმიერ სფეროში, მათთვისაც ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა მინდა უთხრა, რომ ჩვენი გვერდი და ჩვენი სოციალური აქტივობა იქ იქნება ძალიან მაღალი. მაგრამ ამავე დროს თანამშრომლობთ და ვითანამშრომლობთ ძალიან ბევრ გერმანულ გითხარით ასევე ჩვენი ტიპის, ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, იუთუბერებთან და რა თქმა უნდა იმ ადამიანებთან, ვინც სოციმედიას ქმნის. ესეც იქნება, ასე ვთქვათ, ახალი ჩვენთვის, მაგრამ ეხლა რომ დავბრუნდეთ საქართველოში და კონკრეტულად უთხრათ, რომ დღეს მაინც ჩვენი პირველი ეთერია ასეთი და შეიძლება ითქვას მაინც რეორგანიზაცია ხდება, მაგრამ რომ დავბრუნდეთ საქართველოში და შემდეგ უკვე დავიწყებთ ფაქტიურად უკვე დღესვე გვექნება ზოგადად ანალიტიკაზე საუბარი, ბევრი რამ ეხლაც მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი სანამ ეთერი შემოვიდა, მაგრამ არ გვინდა რომ ჩვენ რაღაც ისე მომზადებლად ვისაუბროთ ამ თემებზე, მაგრამ რომ დავბრუნდეთ საქართველოში, რა იქნება ახალი და ან რა დარჩება იგივე საქართველოს ტალღის ეთერში. იქ სადაც ჩვენ ვიყავით, მაგრამ ეხლა შეცვლილი სახელით, შეცვლილი სახით და ასევე რებრენდინგი და რაც ყველაზე მთავარი გვით, მაქსიმალურად ყველანაირად 100% ჩამოშორებული კონექტურა პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის. პირველი საქართველოს ტალღის ეთერში და მადლობა ღმერთს ალბათ პირველი ისე იანვარი, თებერვალი რა თქმა უნდა ისე სატელევიზიო არხებთან რომელთაც გვაქვს ეხლა საიდანაც თქვენ გვაკვირდებით და თვალყურს გვადევნებთ რა თქმა უნდა გადაცემა ანალიტიკა რომელიც ეხლა უბრალოდ მე მიმყავს და შესაბამისად მიყავს თენ გაუმანიძეს ხოლმე და ჩვენ ჩანაცვლება ხდება ხოლმე კი ბატონო გადაცემა ანალიტიკა 4 საათზე დარჩება და იქნება და ეს იქნება გადაცემა სადაც ზუსტად რაზეც ვამბობთ რომ პოლიტიკური მნიშვნელოვანი ნაწილები ეს იქნება შიდა პოლიტიკა ეს იქნება განსაკუთრებით საგარეო აქტორები რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ანალიტიკა აი ჩვენ სამ ადამიანს და შესაბამისად ბუნებრივია ჩვენ არის ხოლმე ხანდახან აი ამ ნაწილში ვიწევთ ხოლმე ანალიტიკოსებს არ ვიცი მე ყოფილ პოლიტიკოსებს მოქმედ პოლიტიკოსებს ოღონ მაინც რომლებიც არიან ძირითადად მაინც ანალიტიკით დაკავებული და შეფასებებს აკეთებენ ეს გადაცემა აუცილებლად იქნება 4 შაბათს იქნება გადაცემა იურისტის საათი მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდა ძალიან ერთი რამ ძალიან ისე კონკრეტულად გამოვყოთ იცით რომ ჩვენ გვაქვს ახალი პარადიგმა თენგოსთან ერთად ასევე და გვაქვს იურისტის საათი იურისტის საათის გადაცემა იურისტის საათი ეს არის მე ვფიქრობ მაინც რომ არ პირდაპირ და არ ვიცი გადატანით მნიშვნელობითაც რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ ეთერში კონსულტაცია როგორც იურისტები იქნებიან მოწვეულები მხოლოდ იურისტები მოქმედი ადვოკატები არ ვიცი მე კარგი იქნება თუ პროკურორები მოსამართლეები ხა ვიცით როგორც ხდება მაგრამ ხო სამართალთან დაკავშირებით ვინც იქნება ვისაც კონკრეტულ кейსებზე საქმეებთან დაკავშირებით და ასევე რა თქმა უნდა იცით რომ ჩვენ გვაქვს თემურ მამასახლისთან ბატონ თემურთან გვაქვს უკვე ეს გაკეთებული რამოდენიმე გადაცემა თენგომ და თენგო თავადაც იურისტი გახლავთ ამ დროს და ეს ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაში წინ მივდივართ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ როდესაც ეთერში თემური მამასახლის იღებს მონაწილეობას იცით რომ ჩვენ ზარები შემოყავს და კონსულტაცია იურისტთან ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ იურისტის საათი იქნება უფრო მასშტაბური რადგან იურისტის საათში უკვე გვექნება ჩვენ განხილვა ზოგადად სამართლის კონტექსტში სამართალთან დაკავშირებით არსებულ საქმეებზე არსებულ ბრალეულობებზე არ ვიცი სანამ ჯერაც არ არის გადაწყვეტილი კრიტიკულ კითხვებთან დაკავშირებით ორივე მხარის მოწვევასთან დაკავშირებით იურისტის საათი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაცემა სამართალთან დაკავშირებით ეს რაც შეეხება იურისტის საათს ასევე თენგოს ჩვენ გვაქვს გადაცემა ახალი პარადიგმა თენგო უმანიძესთან ხან მერაბ ჭიქაშვილთან ერთად ხოლმე ეს არის გადაცემა სადაც უკვე ზოგადად ჩვენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იქნება საქართველოს შიდა პოლიტიკური ამბები უკვე პროცესები პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით შესაბამისად იქნებიან მოწვეული სტუმრებიც ის ვისაც ერთმანეთში ასპარეზობა აქვს პოლიტიკასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება იქნება ეს, ოპოზიცია იქნება ეს, ერთადერთი რაც მთავარი გვინდა ჩვენ გითხრათ.
ყველასთან ვითანამშრომლებთ, ყველა ღირსეულ ადამიანთან ვისამართლებთ, ყველა ღირსეულ მორალურად ვინ ჩვენთან ახლოს ადგას ბუნებრივია ღირებულებებთანაც, ოღონ არა მარტო ჩვენთან, არამედ ჩვენ აუდიტორიასთან, იმიტომ რომ ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. არის თემები, რომელსაც ვეძახით ხოლმე ჩვენ რომ აი ტაბუდადებული თემებია, მაგრამ ჩვენ ამ ტაბუდადებულ თემებს არ ვამბობთ რომ შევეხებით, მაგრამ ის რა ტაბუდადებული თემებია, რაც ამორალურია და რა თქმა უნდა და შესაბამისად ამორალურ ადამიანებთანაც არც გქონია და არც გვექნება და არ ჩვენ გვინდა რომ მაყურებელთან ქონეს რა თქმა უნდა ურთიერთობა. და კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაცემა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ კონტექსტს რაც შეეხება, ეს არის დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა, გადაცემა ბატონი ვალერი კვარაცხელიასი, ჟურნალისტ ბატონი ვალერი კვარაცხელიას გადაცემა სპეციალური გამოშვება. მე აქვე მინდა ბატონ ვალერის პირდაპირ ეთერში უთხრა ჯერ ერთი დიდი მადლობა იმისათვის, რომ აი ამ ასე ვთქვათ ავარიულ, როგორ ვთქვათ, აი რეორგანიზაციის საკითხში, როცა უკვე ჩვენი ახალი რებრენდინგია და საერთოდ ჩვენ უკვე ახალი სახელით, ახალი ფორმატით გამოვედით თქვენთან პირდაპირ ეთერში, როცა მე ბატონ ვალერი შევთავაზე, რომ შეიძლება თუ არა ის, რომ მას გაეგრძელებინა ისევ უანგაროდ ყოფილიყო და შეექმნა ჩვენთან გადაცემები, მაყურებელი მისი მაყურებელი არის საკმაოდ მაღალი, მისი გადაცემის მაყურებელი, მისი დამოუკიდებელი, აი ეს უზარმაზარი გადაცემას აკეთებს ის, მე მას ვთხოვე და მან მინდა მადლობა უთხრა მას, რომ ის აგრძელებს ისევ ჩვენთან და იმ პირობებში, როცა კიდევ ერთხელ უანგაროდ, სრულიად უანგაროდ, ერთია ჩვენ ამას ვაკეთებთ უანგაროდ, მაინც ჩვენი ქვია და გონია რომ რაღაცა ხვალზე, ოდესღაც იქნება, რაღაცა ნაყოფს გამოიღებს და რაღაც დაკმაყოფილება, ასე ვთქვათ, რაღაცა ელემენტარს, მაგრამ როცა ბატონ ვალერზეა საუბარი, ის ისევ აგრძელებს, მან გითხრა რომ არ არის მისთვის თავარია საქმე და მას ექნება თავის გადაცემა. პარასკევს ჯერჯერობით, აი იანვარი-თებერვალი ეს გადაცემა ბატონი ვალერი კვარაცხელიას გადაცემა იქნება, რა თქმა უნდა, ასევე პარასკევობით 7 საათზე. და რაც შეეხება კვირას ჩვენ გქონდა და დავიწყეთ ახალი პროექტი, ეს არის დროის სამართალი და ამით მე უკვე დავამთავრებ აი ამ პირველ მონაკვეთს. რაც შეეხება დროის სამართალს. დროის სამართალი გადაცემა არის, რომელიც ალბათ მართლა ყველაზე მეტად ხელს უწყობს ისაუბროთ და კონდეს გადაცემა ფაქტიურად შეიძლება ითქვას ყველაზე მთავარზე რაც საქართველოს ეხება. იმიტომ რომ ეს არის პირველი კონტენტი, ეს არის სადაც ჩვენ საუბრობთ ისტორიაზე. საქართველოს ისტორიაზე არა მხოლოდ, არამედ ზოგადად მსოფლიო ისტორიაზე, ისტორიის კონიუნქტურებზე, გავლილ ამბებზე, გამოცდილებაზე, ისტორიაზე, დროში, ეპოქალურად რო განვიხილოთ ნებისმიერი ისტორია და რა თქმა უნდა ყველაზე რაც მთავარი არის სამართლებრივი შეფასება ისტორიის ნაწილის. დროის სამართალი არის გადაცემა, სადაც შეუძლია ნებისმიერი ქვია მხედველობის აქ არ არის საუბარი, აქ აუცილებლად მიიღებენ გადაცემაში მონაწილეობას პირველ რიგში ისტორიკოსები, სამართალმცოდნეები, პედაგოგები, სადაც იქნება საუბარი განათლებაზე, სადაც იქნება საუბარი მთელი საფუძვლებზე, ისტორიულ საფუძვლებზე, რაც მე მოყვება და რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურად, უკვე პოლიტიკურ კონექტურაში ყალიბდება და ჩვენი ქვეყანა ან წინ მიდის, ან ჩერდება, ან უკან მოდის. რომლის გამოცდილებასაც ეს გადაცემა გვაძლევს. დროის სამართალი იანვარში იქნება იმ რეჟიმით, როგორც იყო კვირაობით, ხოლო თებერვალში დროის სამართალი გადმოვა პარასკევს. ეს მინდოდა მეთქვა და დროის სამართალში ეს არის გადაცემა, სადაც პირდაპირ ვამბობთ, ჩვენ რომელსაც მე და თენგოს მიყავს ეს გადაცემა და ალბათ უკვე თებერვალში უკვე მე ჩავეცვლები და მე წავიყვან დროის სამართალს, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მოსახლეობა, საზოგადოება საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრები, ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, ქართველები და არაქართველები, რომლებიც არიან ჩვენი საქართველოს ღირსეული მოქალაქეები, მათ ნახონ, მოისმინონ და გაიგონ და კონდეთ და მიიღონ მონაწილეობა იმ დისკუსიაში, რომელიც რეალურად არის დამყარებული არგუმენტზე, სხვადასხვა პრიზმა, სხვადასხვა ხედვიდან გაკეთებულ ანალიზზე და რეალურად არის დაფუძნებული იმაზე, რომ ორიენტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. და რაც ყველაზე მთავარია, მინდა რომ ახალგაზრდებისთვის, მით უმეტეს დღეს ძალიან ესე ვთქვათ, პოპულარულია, აი ტრენდულს ხმარობენ სიტყვას, მაგრამ დღეს ძალიან პოპულარულია სოციმედია. ნებისმიერი პლატფორმა. უკვე აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ აი რანგით იცი, Facebook-ი, თქვათ, YouTube-ი, TikTok-ი, Instagram-ი, თითქმის უკვე კი არის, რა თქმა უნდა, ასე თქვათ, ნუმერაცია, მაგრამ თითქმის უკვე ქვეყნებიდან გამომდინარე
ჩვენი ახალგაზრდობისთვის იმდენად არის ხელმისაწვდომი მობილურ ტელეფონში, აი ამ гаджеტში, ეგრეთ წოდებ, რასაც ჩვენ ვეძახით, ხო, აი ამას ტელეფონს. უკვე იმდენად არის ხელმისაწვდომი, რომ მინდა რომ პირველ რიგში იყოს ახალგაზრდებისთვის საინტერესო და პირველ რიგში მინდა ვთხოვო, რომ არა ისტორიკოსები, არა მხოლოდ თქვათ ასაკიდან გამომდინარე გვეყოლება ჩვენ რომ ღვაწმოსილი ადამიანები, მეცნიერები, პედაგოგები, არამედ ახალგაზრდებმაც მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში ძველი თაობის და ახალი თაობის ისტორიკოსები იქნებიან ესენი, მეცნიერები იქნებიან, პედაგოგები და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი და ამით დავამთავრებთ. ჩვენ არ ჩამოვრჩებით საქართველოს ტალღა, ჩვენი გუნდით. ვისაც თქვენ ვერ ხედავთ, ასევე და არიან ეხლა იმყოფებიან ეთერს მიღმა, სადაც ქონიან და იქნება პროდუქტი. ჩვენ არ ჩამოვრჩებით თავარ განვითარებას, რასაც ქვია, ხელოვნური ინტელექტი, ნებისმიერ განვითარებას, რომელიც არის ნანოტექნოლოგიიდან და აი ყველაფერი რაც კი მოიცავს. და ჩვენ რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ, კაი გაგებით ამ ყველა თანამედროვე წამოწყებასთან და ასევე შევქმნით პროდუქტსაც, რომ ისევ და ისევ ორიენტირებული ვიყოთ, რომ სწორი ინფორმაცია, სწორი ისტორია, სწორი ვიდეო კოლაჟი იქნება თუ უბრალოდ ხმა. ყველაფერი იყოს ადაპტირებული თანამედროვეობასთან, ისე რომ არ დავიწყო ჩვენი ძველი არც წარსული ისტორიული ეპოქალური მოვლენები, არც პიროვნებები, არც ჩვენი მშობლების და არც ჩვენი წინათაობა. და ეს ყველაფერი ახალმა თაობამ, ახალგაზრდებთან ერთად შევქმნათ მათთან ერთად. ჩვენი ეთერი, საქართველოს ტალღის, ჩვენი ეთერი, ჩვენი სტუდია იმ პირობებში, როგორც ჩვენ ახლა ვემსახურებით და გვინდა რომ ისევ გავაგრძელოთ და შევქმნათ პროდუქტი ახალი სახელით, ახალი ფორმატით, ახალი იმიჯით, თუათ რებრენდინგით, ჩვენ გვინდა რომ იყოს ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის, როგორც შიგნით, ასევე ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის განვითარებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და ვიყოთ საკმაოდ დინამიურები და ასე ვთქვათ, რო იტყვიან მართლა ობიექტურად ვადევნებდეთ თვალყურს ყველა მოვლენას. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენ ყველას, ჩვენს ფენას და მაყურებელს, ვინც ახლა აი ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ კითხვები გაგიჩნდება, დაფიქრდებით, ისევ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ კომენტარები, რომელიც YouTube-ზე იწერება, რომელიც Facebook გვერდზე იწერება, გააგრძელოთ, დაგვისვათ კითხვები, შესაბამისად გიპასუხებთ და მთავარი მიზანი ჩვენი იყო ის რომ დიახ ახალი შესრული ფორმატით, შესრული სახელით და ყველაზე მთავარით რომ სრულიად თავისუფალი ვარ და მხოლოდ ვემსახურებით მედია პლატფორმა ემსახურება მხოლოდ იმ მთავარ ღირებულებებს, რაც არის ცოდნა, განათლება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, კულტურა, სპორტი და ხელოვნება, ჩვენ აი ამ კონტექსტს აუცილებლად გავაგრძელებთ და განსაკუთრებული გადაცემები შეიძლება იყოს გამოყოფილი აი ამ კონკრეტულ სფეროებთან დაკავშირებით. სპორტი იქნება ეს, ხელოვნება იქნება ეს, კულტურა იქნება თუ ისტორიასთან დაკავშირებით გითხარით, დროის სამართალი ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იარაღი და ეთერი, სადაც ჩვენ ვიტყვით სხვა ადამიანებთან ერთად ჩვენი მსათქმას, გულის ტკივილსაც და მომავლის, ასე ვთქვათ, მომავლის დაგეგმაც შეიძლება მოხდეს თუ როგორ უნდა შევხედოთ და როგორ უნდა შევხვდეთ მომავალს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენ, საქართველოს ტალღა უკვე პირდაპირ ეთერშია და მინდა ახლა უკვე რომ თენგოსაც და უკვე ბევრი დრო წავიღე, მაგრამ აი მაინც მნიშვნელოვანი მოვლენები საერთაშორისო კუთხით რაც არის, ამაზე ვისაუბროთ, უბრალოდ ერთ მომენტს ვიტყვი, აი მე გერმანია ვახსენე თენგო და ცოტნე და შენც იცი, იგივე თქვა მარიამმა, ჩვენი რეჟისორმაც, ტექნიკურმა დირექტორმაც, რომ ვიდეოც გვაქვს მომზადებული, მაგრამ რომ ჩვენ დიახ გერმანიაში სხვა შორის, გამომდინარე იქიდან რომ მე მიწევს ხშირად გერმანიაში ყოფნა, გამომდინარე იქიდან რომ ოჯახის წევრები იქ ცხოვრობენ და დიდი შეხება მაქვს, არა მხოლოდ თქვა ამ კუთხით, არამედ ყველაზე მთავარი რაც მაქვს სამართლებრივი კუთხითაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შევახსენებ უბრალოდ მოქალაქეებს, ჩვენს ფენას და მაყურებელს, რომ მე სამართალი, რაც შეეხება სამართალს, ფაქტიურად, როცა ვიყავით დაჩაგრულები მიხეილ სააკაშვილის დროს და პოლიტპატიმრის ტიტულამდე, მანამდე ჩვენ მე პირადად და რა თქმა უნდა საიესთან ერთად გავასაჩივრეთ სტრასბურგის სასამართლოში და მე ყველაზე მთავარი ვფიქრობ, რაც მაკავშირებს აი ამ ოჯახის და იმის გარდა, თქვათ, იმ ადამიანების გარდა, ეს არის რომ ევროპაში და კონკრეტულად სტრასბურგმა
აღიარა ის რომ მე ვიყავი სრულად უდანაშაულოდ პოლიტპატიმარი. მე და რამოდენიმე ჩემ მეგობრებთან ერთად. ეს ხა სხვა თემაა. ეს ყველაფერი საქმე კარგად იცის და შესაბამისად ჩვენ უკვე შემდეგ როგორც მედია უფლებადამცველი, როგორც მედია, ტელეწამყვანიც ამ კუთხითაც ბევრი საქმე ჩემი დაიცვეს. აქედან გამომდინარე მე უკვე კონტაქტ ჩამოგვიყალიბდა ჩვენ კოლეგებთან და აი ახლა ბოლოს უკვე როდესაც ჩვენ ძალიან საინტერესო მედია საშუალება და YouTube გვერდ არის ასეთი მიშაბურ ძალიან საინტერესო რუსულენოვანი სხვათა შორის არა მარტო რუსულენოვანი ინგლისურენოვანია მთელ გერმანიაში წლებია უკვე მაუწყებლობს რაღაცა აი ჩამომიყალიბდა რაღაც ურთიერთობა რომ ჩვენ რაღაცა კონტენტი გავცვალოთ ხოლმე და მათ შორის ხვებთან ერთად აღარ მინდა ეხლა უფრო დეტალებში შევიდე მაგრამ აი ხა თუ ანალიტიკას დავიწყებ და გავაკეთებ ანალიტიკას ხო რაღაცა საუბარი უცა ქონდა მე ვუთხარი რომ აი საერთოდ მეთქი ჩვენ ქვეყანაში მეთქი ანუ არის მეთქი ესეთი მიმდინარეობა როგორ თქვა ესეთი ფორმა ესეთი ძალიან სწორი აქვს სწორი ბჭყალებში ლიბერალებს გამოყენებული თქო რომ აი მაგალითად აი ქართულ რუსულ ურთიერთობაზე თუ საუბრობ ხო ჯერ კიდე არ იყო ომი დაწყებული თქო და მოუყევი ისტორია როგორ ანაირად რომ საერთოდ რა გვინდა რა ჩვენ გვინდა მშვიდობა იყოს მთელ სოფლიოში და მშვიდობა იყოს საქართველოში და რა თქმა უნდა დიდ მეზობლებთან და პატარა მეზობლებთანაც თანაბრად მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი როცა ვიცით რომ ვაფასებთ ვინ არის და რა არის მათ შორის რა თქმა უნდა გადამწყვეტ ფაქტორებთან გონეს კარგი ურთიერთობა თქო და სანამ ომი დაიწყებოდა თქო მანამდე სამოგიჩემოს რომ აი თქვენ რუსეთუმეებო რუსეთს მისტირით ეხა ნახე რა მოუვიდა რუსეთს ჯერ კიდე ომი არ იყო დაწყებული თქო და მაგრამ მე ომი რო დაიწყო თქო აი ახლა ისეთ რაღაცა მოხდა რომ ობიექტურად დავიცავით რაღაცას ის რომ რუსეთი ამ საკითხში მართალია რუსეთი მართალია რომ თავის უსაფრთხოებას იცავს და დაიწყო ეს კონფლიქტი დაიწყო თქო და თავიდან წამოვიდა საუბრები რომ ვისიცავთ რუსეთს ნახე ხა რა მოუვა აქვე ეგენი მაცივრებიდან იღებენ რა ქვია ჩიპებს და რა ტანკი და რის ტანკი და აი ამის ქვეშ ვიყავით კაი ხანი მეთქი და მე მითხარ რომ აი სხვათა შორის ხა იმ დღეს მზადდებოდა ამზადებდა მომავალ მასალას რა საერთოდ რა უკრა ომმა და საერთოდ იქაც გერმანიაშიც თითქმის უმეტესობა ტელევიზიით ვერ გაიგებს სიმართლეს სამწუხაროდ მაგრამ სიმართლეს გაიგებ აი YouTube არხებზე და სხვადასხვა დამოუკიდებელ სოციალურ მედიაში მათ შორის არის ერთ-ერთი მიშაბური და სხვა შორის გავიგე რომ ამზადებდა სიუჟეტს და ძალიან საინტერესო სიუჟეტია და მე შემემთხვა ეს რა ძალიან მოკლედ მოვყვე მოკლედ გერმანიაში ყველაფერთან ერთად რაც ხდება და რაც მოუტანა მომმა და აღარ დავიწყებ და კრიზისი და თვითონ გერმანიის მოქალაქე გადამხდელებს როგორ დააწვა ეს და რა მოუვიდა ქარხნებს და გერმანულ კომპანიებს ამაზე აღარაფერს აღარ ვიტყვი მაგრამ გერმანიაში ეხლა ყველაფერთან ერთად აი ხა სანამ გამოფრინდებოდი და ორი დღის უკან ჩამოვფრინდი მე პირადად რაც შემემთხვა გერმანიაში სანამ გამოფრინდებოდი მანამდე Deutsche Bahn-ით ანუ გერმანიის მატარებლით საკმაოდ ეფექტურია გერმანიაში იყო ყოველ შემთხვევაში და ეს ახლა გერმანიის Deutsche Bahn-ი გერმანიის რკინიგზა ასე შეიძლება თქვას ჩვეულებრივად მე ხშირად როდესაც გერმანიაში ვარ გადმოწერილი მაქვს აპლიკაცია და ბუნებრივია განრიგს ბილეთებს შეძენას მოგზაურობას აპლიკაციით ვსარგებლობ. რომელი აპლიკაციაც მანამდე იყო ძალიან კარგი. ანუ საერთოდ ძალიან ეფექტურია. Deutsche Bahn ეფექტურია იყო სანამ ეს კრიზისი მოხდებოდა და ეხლა ძალიან ეფექტური. ყოველ შემთხვევაში აი ამ ეხლა შემემთხვა ისტორია. მანამდე თუ რამე შეფერხება ხდებოდა ხოლმე რა, თენგო რო იწოდა ცოტნე. თუ რამე შეფერხება ხდებოდა და მე აპლიკაციის შეძენილ ბილეთზე რამე პრობლემა იყო ან დამაგვიანდებოდა ან ვერ მივდიოდი დანიშნულების ადგილზე და განსაკუთრებით თუ მე მივფრინავდი მაგალითად სლუქავ აეროპორტში და ხო შეიძლება რომ შეფერხება მოხდა თვითონაც ვერ ვასწრებდი მივწერდი თუ არა და ანუ გავასაჩივრებდი თუ არა ამას მაშინდელი აი მაშინ კაი პირობებს აი კაი გერმანიის პირობებში მინდა თქვა რა სამწუხაროდ არ არის ეხა ეს ესე თორე რა ხდებოდა რომ იმ წამსვე მე რითიც არ უნდა გადავადგილებოდი რაც არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი ტაქსითაც რო ყოფილიყო Deutsche Bahn ამას მინას გაურებდა მე გადავიხედი იმ მომენტში, მაგრამ მე ამინას გაურებდა, რომ პრობლემა არ შევქნოდა. ეს ჩემ შემთხვევაში კი არ ხდება რაღაც განსაკუთრებული კი არა ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში ასე. რა მოხდა ეხლა? ეხლა ზუსტად იგივე სიტუაცია, სანამ გამოფრინდებოდი მანამდე კარტი ქალაქი და სხვა ქალაქში მიდიოდი, სხვა შორის ჩვენ მეგობრებთან, კოლეგა მეგობრებთან, Deutsche Welle-სთან ერთ-ერთ კონტრაქტორთან მივდიოდი
ნუ თოვლია, გერმანიაში წამოვიდა თოვლის. სამწუხაროდ ყველაფერთან ერთად დაემთხვა ეხა ელის არის ასეთი თუ არ ვცდები, ქარიშხალი თუ რას. ციკლონი მაპატიეთ, რომელიც მოდის და დაემთხვა წამოვიდა დიდი თოვლი. და გერმანიის ანუ რა ბილეთი აღებული მქონდა ავტობანზე ბილიფელდში მომიწია 9 წუთიანი ინვერტალი რომ გამევლო 9 წუთი იყო მანძილი ერთი ქალაქიდან ბილიფელდიდან გუტერსლომდე რომ გამევლო 9 წუთი წარმოიდგინე იმიტომ რომ მე რა უნდა გადამждარიყავი უკვე სხვა ბანზე რომელიც სხვა მიმართულებით მიდიოდა 9 წუთი რომ ჩავსულიყავი როცა მოსულიყო დროზე საათი და 45 წუთი ვერ მოვიდა მატარებელი ნუ ამ დროს მოდის რომ ბოდიშით გადაიდო პრობლემა არის თოვლი რომ იმწერე მე ვთქარი რამე ხომ ახდება შენც არ მომიკვდე ბოდიშის მოხდა და ნუ რა ვქნათ კარგად იყავით ბოდიში ეგეთ რაღაცები ახდა მოკლედ მაგრამ რო წამოვედი მიუხენის აეროპორტში სანამ ჩავიდოდი საკმაოდ ასევე დიდი თოვლი იყო და ნუ ეს ციკლონი დათხო და ნუ ამ შემთხვევაში მე საბედნიეროდ გადარჩი იმიტომ რომ ავიღე ინვენტარი და 8 საათით ადრე გავედი მატარებლით რომ არ ყოფილიყო მე პრობლემა დუსელდორფიდან რომ გადავფრენილიყო მიუნხენში მაგრამ რა მოხდა საინტერესო რა არის და რატომ მინდა რომ მე შემდეგ ეს ვიდეო გავუშვა და მე გადავედ აი მაგალითად რა მოვიდა გერმანიას და ჩვენ რო დაგვრცინიან და დაგვრცინოდნენ და საერთოდ დღეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს რო ეტყვიან რომ რომელ რუსებს იცავთ კაცო ისინი რომ ამოიღეს მატარებლებიდან ესა რა ქვია მაცხოვრებიდან ჩიპები რო აღარავ და ტანკები რო უფუშდებათ მე მინდა უბრალოდ ნახოთ ეს მოკლე მონაკვეთი დღეს რაც პრობლემაც არის აი თოვლმა რა პრობლემა შეუქმნა გერმანიის მატარებლების სისტემას და ზოგადად გერმანიის მატარებლებს და სახელმწიფოსია Deutsche Bahn აი ნამდვილად ეს ამ სიუჟეტში ვნახოთ და თუ კონკრეტულად რას აკრიტიკებენ იქ სპეციალისტები და მოსახლეობა აი ნახოთ ეს სიუჟეტი და დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში В большой скандал во время шторма Эли попал Deutsche Bahn. Руководство полностью отменило многие рейсы поездов из-за непогоды. Немецкие СМИ упрекнули Deutsche Bahn в том, что они изначально отказались закупать для Германии поезда с так называемым сибирским пакетом. Хотя немецкая компания Siemens их производит и продает в Россию. Те же российские сапсаны производства Siemens ходят по России в минус 35 градусов и ниже. Почему сама Германия, страна-производитель, отказалась от подобных поездов у себя? По следующим причинам. Такие поезда на 10-15% дороже. И второе, в них меньше пассажирских мест из-за особенностей конструкции. Получается, что немецкая компания сделала более выносливые поезда на экспорт, а для своей страны выбрала более дешевые и более вместительные, чтобы на них зарабатывать. Но, тем не менее, непригодные для подобной погоды. И вот теперь, когда ударили морозы, это привело к полному коллапсу на железных дорогах. მოკლედ, აი ძალიან მარტივია რა, ეს არ არის ჩვენი მოფიქრებული, ჩვენი მოგონილი. მართლა უნდა გითხრათ, მე როგორც გერმანიის მაგალითი მოვყევი, რომ გერმანიით აი ამ მატარებლებით სარგებლობ და გერმანიას დღეს ეს პრობლემა აქვს. ასევე სარგებლობდი და როგორც მიწევს მოსკოვში ყოფნა, პეტერბურგიდან მოსკოვში, როცა გადავადგეთ, სხვა შეს მე და ცოტნე გახდით. მართლაც რუსეთში დღეს მატარებლები და აი ეს მატარებელი და კიდე არის ასეთი დელფინ, ასეთი მატარებელიც ელექტრიჩკაც, ხო ელექტრიჩკა ესე ითქმის, ხო? დიახ, მართლაც ესეთი ეფექტურია, მართლაც ასეთი კარგია. კითხვა ისმის. ნებისმიერ იმ ადამიანს, იმიტომ კი არა რომ ეხა ჩვენ საქართველოს ტალღის აი ჩვენი სტუდიის რაღაცა წარმომადგენლებს ან ამ გადაცემაში დაწეროთ ეხა რომ აი რუსებს სხვებსაც თქვენ ხო ესე აკრიტიკებდით და ესე მითხარით თუ ეს პრობლემა რეალურად არის თუ გერმანია დღეს არის ის ქვეყანა სამწუხაროდ როგორც ვეღარ არის ის ქვეყანა რომელიც იყო თავის დროზე თუ გერმანიაში მეორე განსხვავებული აზრი არსებობს და ესეთი თქვენერი ესეთი უვიცი ლიბერალები არ აყავთ რომ ესე გვიტევდეთ მაშინ რატო აქვს ეს პრობლემა ხო ნახეთ რომ რეალური პრობლემა იმ დონემდე მივიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მართლა ეს არ ვიცი მე უნიკალური ხალხი კიდე ერთხელ ვამბობ ჩემთვის არ ვიცი აი ხო არის რაღაც კუმირი ერი რაღაცა არ ვიცი ნუ ჩემ ბისმარკის მაგალითი ავიღოთ მაგალითად ყველაზე მშრომელ ერში ყველაზე არ ვიცი ისტორიული და ორგანიზებული ჩემთვის არის საქართველოს ანუ ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სიყვარულის მე ამ ხალხს ძალიან დიდ პატივს ვთქო გერმანიას და დიდი მადლიერი ვარ სხვადასხვა რაღაცების გამო მაგრამ ამ ქვეყანას ხო ეს დაემართა Siemens სხვა შორის Siemens-ის ისტორია ძალიან საინტერესოა ორი ძმა Siemens-ის ისტორია
საქართველოსთან ძალიან არის კავშირში და საქართველოში პირველი ტელეფონი, ქალაქის ტელეფონები, რომლებსაც ჩვენ აღარ ვიყენებთ უკვე, მაგრამ რომლებიც დიდი ხანი პოპულარული იყო, რავი, 70-80 წელიდან, ეხლაც არის პოპულარული. ძმების სიმენსების დამსახურებაა ერთ-ერთი პირველი სატელეფონო კავშირი გავიდა თბილისი კოჯორი. აი გერმანელების დამსახურებაა ესეც. ჩვენ თუ ამას ვაღიარებთ, შეიძლება გერმანიას, რომელიც სიმენსი აწარმოებს მატარებლებს, რომელიც -30 გრადუსზე და მეტი ყინვაში მოძრაობს, ისე რომ გერმანიის მოქალაქეებს მოსახლეობას პრობლემა არ ჰქონდეთ, არ უშვებდეს გერმანელებისთვის და რუსები ყიდულობდნენ და რუსეთში ეს პრობლემა არ იყოს და დღეს უცხავეთია რუსეთში მოგზაურობა. ამის მერე თქვა რომ რუსს არ აქვს მაცევრიდან იღებს ჩიპს და უშვება ტანკში და შენ ამ დროს გერმანიის მოქალაქეს ესე მდგომარეობაში აგდებ და გერმანული საზოგადოება გამოხატავს ამ პრობლემას. შეიძლება ჩვენზე თქვათ კიდე რომ ვიტყუებით და პუტინის და რა ქვია რუსეთის აგენტები ვართ. აი ეს არის სრულის. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთ რაღაცეებზე თვალის დახუჭვას და კიდევ უფრო ბევრი მაგალითი გვექნება თქვა ამის თქმა მინდოდა დავიწყოთ ახლა ეს ისოლარი ინფორმაცია. კი, რა თქმა უნდა, მერაბ ის რომ ევროპაში არის პრობლემები, არის სერიოზული პრობლემები, არა მხოლოდ აი ამ ლოგისტიკური თუ კომუნიკაციების კუთხით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები, ენერგეტიკული პრობლემები, ამაზე უკვე მხოლოდ აი ეს პუტინის აგენტები არ საუბრობთ ამაზე და ძალიან აქტუალურად განიხილება რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს თავად დასავლურ დამოუკიდებელ მედიაში, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ის მათ შორის ის სიუჟეტის რაც ჩვენ ნახეთ და რაც არის სოციქსელები და საერთოდ ევროპაში ძალიან პოპულარულია ტელევიზიაზე მეტი ასე ვთქვათ აუდიტორიას ნელ-ნელა იძენს სწორედ აი ეს იუთუბერები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც თვითონ საკუთარი რესურსით ქმნიან ძალიან საინტერესო კონტენტს. შენ გითქვამს არაერთხელ და ალბათ ვისაც აქვს იქ ევროპულ ასე ვთქვათ მედიებთან წვდომა ამას ყველა გაიზიარებს, ძალიან დიდი კონტრასტია იქ ზოგადად ტელევიზიასა და აი ამ სოციქსელებს შორის, იმიტომ რომ ტელევიზიები აი საბჭოთა კავშირს რო დასცინიან ხოლმე რომ ერთი არხი იყო და ყველას რაც არ უნდა გადაგერთო ტელევიზორს რო ჩართავდი ყველგან ერთი ხმა ისმოდა, იგივე არის ხო იქაც ახლა არ არსებობს იქ ფაქტიურად უკვე განსხვავებული ტელევიზია, ყველა არის რაღაც ერთიან ნარატივზე, რაც არის სახელმწიფო პროპაგანდა, რა მთლიანად ტელევიზია, მაგრამ აი ამისგან სრულიად განსხვავდება უკვე სოციქსელებში არსებული. და განსხვავდა, ბოდიში თენგო, ნდობის ფაქტორის განისაზღვრება. საზოგადოება ძალიან დიდი ნდობა არის უკვე იმ ეგრეთ წოდებულ იმის გამო, სოციალურ მედიაში. მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს, მათ შორის ევროპის საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სატელევიზიო კონტენტიდან მიღებული ინფორმაცია აღარ არის სანდო და ბევრად უფრო სანდო არის ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ სწორედ ასეთ დამოუკიდებელი ჟურნალისტური ჯგუფებისგან, პატარა სტუდიებისგან, პატარა ასე ვთქვათ და თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა უკვე რა თქმა უნდა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ ტელეფონი შეგიძლია აქცია უკვე ტელევიზიად, ხო? ისეთ დონეზე არის ასული ეს ტექნოლოგია და ეს ყველაფერი რაზეც არის საუბარი და პრობლემები, რომლებიც ევროპაში ალბათ სამწუხაროდ რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება და ისინი არ იმალება, სამწუხაროდ ეს არის უკვე ფაქტი. დიახ, ევროპა დგას საკმაოდ დიდი მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე და ამ მხრივ ალბათ ყველაზე უფრო მძიმე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა ეს არის გერმანიაში, რომელიც აი ხშირად არის ხოლმე შეთქმულების თეორიები, ჩვენ არ გვიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი ყალებში შეთქმულების თეორია სულაც არ აღმოჩნდა, შეთქმულების თეორია და ბევრი სიმართლეც იყო ამ ყველაფერში. გერმანია შეიძლება ითქვას, რომ ალბათ უკრაინის მერე ამ ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც კი იყო. ხო და აი ჩვენ საუბრობდით მათ შორის ისტორიულ კონტექსტის გაკეთებაზე და ეხლა არ არის არავისთვის დასამალი, რომ ალბათ ბოლო 200-300 წელი პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, მანამდე გერმანიის გაერთიანებისთვის ბრძოლა და ბისმარკის აი ეს გენიალური სულები რითიც მან ეს მოახერხა და ასე შემდეგ. მთლიანად მცდელობა დასავლეთ ევროპის, ბრიტანეთის პირველ რიგში და შემდეგ უკვე მის პროტექტორატში მოხვედრილი საფრანგეთის და ყველას მცდელობა იყო, რომ გერმანია არ უნდა გაძლიერდეს კონტინენტზე, იმიტომ რომ თუ კი გერმანიის გაძლიერება მოხდება კონტინენტურ ევროპაზე, ის კრიტიკულად შეასუსტებს ბრიტანულ გავლენებს. და
მათ შორის ჩვენ გაგვიხსენებია იგივე აი ვენის კონგრესზე ტალეირანის გენიალური სულები დამარცხებული ქვეყნის ასე ვთქვათ დიპლომატის რომელმაც მოახერხა და საფრანგეთი შეინარჩუნა ბურბონების საზღვრებში მისთვის ეს იყო არგუმენტი რითიც ეს მოახერხა რომ აი ბრიტანელები დაარწმუნა რომ თუ კი თქვენ გააძლიერებთ პრუსიას ჰქონდა მაშინ ინტერესი საქსონია უნდა შეერთებინა და მათ შორის საფრანგეთის მნიშვნელოვანი მიწები უნდა წაეღო იმიტომ რომ გამარჯვებული მხარე იყო ხო პრუსია ნაპოლეონის ომებში საბოლოოდ დამარცხდა ნაპოლეონი გაიმარჯვა პრუსიამ ერთ-ერთი მხარე იყო თუ კი გაძლიერდება პრუსია ეს ავტომატურად გამოიწვევს რუსული გავლენის გაძლიერებას ევროპაში და ეს იყო ზუსტად ის არგუმენტი რის გამოც ბრიტანეთმა თავი შეიკავა იქ საფრანგეთის დაშლისგან და იმიტომ რომ არ გაძლიერებულიყვნენ გერმანელები ამჯობინა თავისი მტერი იმ შემთხვევაში მტერი იყო საფრანგეთი ამჯობინა რომ მტერთან გარიგებულიყო ოღონდ კი გერმანია არ გაძლიერებულიყო ეს ხდება შემდეგ უკვე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ხდება უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ფაქტიურად მთელი ევროპის ისტორია, ბოლო 2-3 საუკუნის ისტორია, ეს არის აი გერმანია არ უნდა გაძლიერდეს ევროპაში ამისთვის ბრძოლა და მე არ გამოურიცხავდა არც არის ალბათ ეხა მით უმეტეს ალბათ ამას ისტორიაში აფასებს ეს უკრაინის მიმდინარე კონფლიქტი, ევროპის კონფლიქტი შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ რომ ეს აღარ არის უკვე მხოლოდ უკრაინის რუსეთის კონფლიქტი, ეს არის ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე უზარმაზარი კონფლიქტი. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი იქნება ის, რომ გერმანია, რომელმაც ორი მსოფლიო ომი წააგო, მაგრამ ამის მიუხედავად მოახერხა, რომ მაინც ფეხზე დადგა და ნომერ პირველი სახელმწიფო, ნომერ პირველი ეკონომიკა გახდა ევროპაში, ის ისე უნდა გახდეს, განულდეს, დასუსტდეს და ეს არის მათთვის იმისი გარანტია, რომ ვერასდროს ვეღარ მოახერხა, დიდი კიდე რაღაც პერიოდი გადაავადონ, ასე ვთქვათ, გერმანიის სხვა შორის აქვე უნდა ითქვას და ეს ყველამ კარგად იცის უკვე, მათ შორის თავად მერცმანს კარგად იცის, თუ ვინმე ნომერ პირველი, აი პირველი დღიდან თუ ვინმეს ამ ომმა, კონფლიქტმა რუსეთ-უკრაინას შორის ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ეს არის გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკა. დაწყებული უზარმაზარი ტალღით. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო რუსულ უზარმაზარ, რა ქვია, ენერგიაზე დამყარებული, არ ვიცი მე გაზიდან დაწყებული ის რაც მოხდა, დღემდე ეს არის საუბარი და სხვათა შორის მოსახლეობა ჯერ კიდე ელოდა სხვათა შორის მერცის ცვლილებას შეეტანა საგადასახადო სისტემის კუთხე. ერთადერთი კონტინენტზე, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დღემდე დარჩენილია ყველაზე დიდი გადასახადი 4 გადასახადი. ყველაზე დიდი. ყველგან სხვაგან, მათ შორის საფრანგეთშიც არ გეგონოთ რომ რაღაც 2 გადასახადია. თუმცა იქაც არის კიდევ იყო მოლოდინი რომ მოსახლეობაში იყო მოლოდინი რომ მერცი პოლიტიკას და ამ ახალ რეფორმას გადასახადოს შემოიტანა. არა, ეს ყველაფერი დღეს რაც გერმანიაში ხდება, ისიც ახლა ის პრობლემა რაც ხდება გერმანიაში, ვისაც აწובה ზურგზე ეს არის გერმანიის გადამხდელი ნებისმიერი გერმანიის მოქალაქე, რომელიც არის კეთილსინდისის გადამხდელი ყველაზე დიდი გადასახადების და 4 გადასახადის გადამხდელია. როცა შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო. ეს არის ის ობიექტური სიმართლე სამწუხაროდ, რაც დღეს გერმანიას თვალწინ უდგას და მაინც აი ამ ფონზე აი ეს არხი რომელიც ჩვენ ხა გამოვიყენეთ, ხო? სხვათა შორის ძალიან ბევრი გამომწერი ყავს, არაერთი ესეთი არხი, მაგრამ ძალიან ბევრი გამომწერი ყავს, რუსულენოვანია, საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს, გერმანიაში რუსულენოვანი აუდიტორია საკმაოდ დიდია და მას ასევე აი ობიექტური ინფორმაცია. ამას გერმანიის თავარ არხზე აი რასაც ქვია, გამორიცხულია. იგივეა შეიძლება ითქვას, როგორც აი ჩვენთან, არ ვიცი ხა ტელეპირო, არ ვიცი ვიღაცას არ ეწყინოს რომ რაღაცა, აი ზუსტად ისეთი პროპაგანდაა, ამას არ იტყვის არავინ რომ ეს პრობლემა, ობიექტური პრობლემაა, ხო კითხვა შეიძლება მართლა გაჩნდეს რომ თუ სიმენსი ქმნის ამ პროდუქტს, ამ მატარებას, რომელიც -30 გრადუსში დადის, ისე რომ უსაფრთხოდ გადაიყვანს, არც მგზავრობა შეფერხდება, არც დროში დააგვიანდება. და თუ ამას ქმნის, რატო არ ქმნი შენი ქვეყნისთვის და რატო უფრო მეტი ინტერესი გაქვს ის იმპორტზე ვიდრე ექსპორტზე. აქ ამ შემთხვევაში ხალხი რუსებს აქვს ეს და რუსები ამას იყენებენ და სიმენსის ადანაშაულება არ არის, სწორი, ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხა სიმენსი ქმნის ამ პროდუქტს. სახელმწიფო მარიხიდა სიმენსი. გერმანია თავად არ ყიდულობს საკუთარ წარმოებას და რუსეთი ყიდულობს. გერმანიამ საკუთარი მოსახლეებისთვის არ იყიდა ეს, იმიტომ რომ ეს მატარებელი ბუნებრივია ძვირიждება, მაგრამ და ასევე შედარებით ნაკლები მგზავრი გადაყავს. იქიდან გამომდინარე რომ მან უსაფრთხოების ზომები დაცულია, მაგრამ აი რუსებს რომლებსაც დასინიან და აყვა ჩვენი მაცივრებიდან რო იღებენ. ტუტუსი ლიბერალები. ხო, აი ეგრე არიან. რუსები იყენებენ და რუსეთში ერთი პრობლემა არ არის შეფერხების მაცივრებიდან რო იღებენ რუსები ჩიპებს და მე არეშნიკებს ისვრიან ევროპის მიმართულებით, მე მგონი
ეს უნდა იყოს უკვე ცხადი, მათ შორის ჩვენი ლიბერალებისთვისაც, მაგრამ ამათ ტვინში რამ უნდა დაიბადოს, ჩემთვის არის გაუგებარი, იქიდან გამომდინარე, რომ იქამდე მივიდა ქართული საზოგადოება, იქამდე მივიდა მართლაც ქართული საზოგადოება და ამას ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიძახი, რომ რუსთაველზე აფრიალებენ ირანის შახის დროშებს. ირანის შახს ბალეშიკობს ქართველი ერი. აი ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის და არ ვიცი, რა ვიცი, უნახეთ კადრები გუშინდელ აქციაზე თუ რაღაც მარში ქონდათ გუშინ, გატანელი ქონდათ ირანის შახის დროშები საქართველოში ხა. სპარსეთ შახის ხო, ნუ აი დროშის რომელიც საუკუნეები წვიტავდნენ ამ დროშით. ლომი მათი სიმბოლო არის, რა თქმა უნდა, ირანის სიმბოლო ეს არის. ლომი ხმლით ხელში და სპარსეთ შახის გულშემატკივარი გახდა ქართველი ერი. აქცი რა არის ხა, რა მომენტი არის და ამაზე საინტერესო იქნება თქვენი აზრი, მით უმეტეს შემდეგი ვიდეო ამ თემაზე გვაქვს ჩვენ მომზადებული, რომ აი ირანის თემებზე ბოლო გამოხმაურებები რა ხდება მოვისმინოთ, მაგრამ აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ მართლა შეიძლება ბუნებრივად ვიღაცას გაუჩნდეს აქ ემპათია დაუშვათ აი იმ ახალგაზრდების თუ იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ეხა იქ დარბიან, მით უმეტეს თუ არ იცი რა ხდება ირანში და უჯერებ ერთი მხარის პროპაგანდას მხოლოდ პირობითად. შეიძლება გაგიჩნდეს მართლა სიმპათია, რომ აი როგორ იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის და გინდოდეს რომ გაიმარჯვონ, რა ვიცი, ამაში მე არ დავეთანხმები ამ ხალხს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისეთ ტრაგედიას ვერ ხედავ, მაგრამ აი თუნდაც გქონდეს ეს სიმპათია და თუნდაც გქონდეს ეს ემპათია იმ ხალხის მიმართ, იქამდე რატომ უნდა მიხვიდე, როგორ უნდა დაეცე, რომ ირანის შახის დროშა აფრიალოს საქართველოში, აი რაღაცა დატოვეთ ისეთი წმინდა, რასაც არ შეეხებით, ხო შეიძლება, არა, მაგრამ არაფერი ამათთვის წმინდა არ არსებობს. მათთვის აი არ ვიცი, ხვალ ზეგ რო დაჭირდეთ და დღეს რო ეზიზღებათ რუსეთი პირობითად იქ რო ვიღაცა TV1-მა აჩვენოს, რომ ეს რუსეთის დროშა სადღაც რევოლუციის სიმბოლო, გამოვლენ და რუსთაველს გადააჭრელებენ რუსული დროშები, ჩვენ დაგვიწყებენ გინება საკეთ, მე რომ ეგ დროშა რატო არ გიჭიროს? ანუ ამათვის არ არსებობს ზღვარი, რომ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი და გააჩერდე, რომ აი კაი ამას არ გავაკეთებ, არ არსებობს. მე მინდა ეხა უბრალოდ ჩვენს მაყურებელსაც მოვასმენინოთ ირანის ირგვლივ მიმდინარე აი ბოლო პროცესები, გამოვიტანეთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტარი ალბათ ამ მხრივ, ეს არის პირველ რიგში თავად ირანის ხელმძღვანელის პრეზიდენტის განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეს არის დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხარი არის რა თქმა უნდა ამ ყველაფერში, ეს არის ისრაელის ლიდერის ნეთანიაჰუს განცხადება და რაც მთავარია, ტახტის მემკვიდრეს რო ეძახიან აი იმ ადამიანის შახის უკანასკნელი ვაჟის თუ პირველი ვაჟის ინტერვიუ, რომელიც მოუწოდებს თავის ასე ვთქვათ მომხრეებს რომ განაგრძონ ბრძოლა და განაგრძონ წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ. თუ შეიძლება გავუშვათ ვიდეო. ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ. შეერთებული შტატები და ისრაელი ბრძანებებს აძლევს ხალხს. ეუბნებიან წადით, ჩვენ მხარს დაგიჭერთ. მინდა მოუწოდო ოჯახებს, არ დაუშვათ, რომ თქვენი შვილები შეუერთდნენ არეულობის მონაწილეებსა და ტერორისტებს. არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ზოგი ჭყლეტაში დაიღუპა, ძალიან ბევრნი იყვნენ. ზოგს ესროლეს, ანგარიშებს მუდმივად ვიღებ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები უწოდო, ისინი არიან მოძალადები. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. გადაწყვეტილებას მივიღებთ. რაც შეეხება იმას, დაესხმებიან თუ არა თავს ჩვენს ობიექტებს, თუ ამას გააკეთებენ, ისე ძლიერ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც ჯერ არ უნახავთ. მე მოქმედებით ძლიერი ვარიანტები მაქვს. მათ გუშინ დამირეკეს, მოლაპარაკებები უნდათ. ჩვენ შეგვიძლია მათთან შეხვედრა, შეხვედრის ორგანიზება შეიძლება. ისრაელი და მთელი მსოფლიო გაოცებულია ირანის მოქალაქეების უდიდესი სიმამაცით. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ირანი მალე გათავისუფლდება ტირანიისგან. როგორც კი რეჟიმი დაეცემა, ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეებს, ორივე ხალხის საკეთილდღეოდ. თქვენ მსოფლიო თქვენი ეროვნული რევოლუციის გვერდით დგას და თქვენს გამბედაობას აფასებს. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს სიმამაცეს. მან განაცხადა, რომ მზად არის დაგეხმაროთ. მომივიდა საიმედო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ისლამური რესპუბლიკა მძიმე დეფიციტის წინაშე დგას. უსაფრთხოების ძალების ბევრმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილი დატოვა. ან არ დაემორჩილებენ ბრძანებებს, არ დატოვოთ ქუჩები. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები. ეს იყო ის ვიდეო, რაც გვინდოდა გვეჩვენებინა. სხვა შორის სოტნე შენი მოსაზრება იქნება საინტერესო. რამდენიმე მიმართულებით აი ამ კითხვას დავსვავ და პრინციპში რომელმაც გინდათ მიპასუხეთ, უბრალოდ სოტნეს არ უსაუბრია და არა. საინტერესო იქნება მოვისმინოთ მისი მოსაზრებები. რამდენიმე სცენარი რო გავიაროთ. პირველი, მიგაჩნია თუ არა რომ და არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა რომ დაიწყოს შტატების და ისრაელის ინტერვენცია ირანში. თუ არსებობს ამისი საფრთხე, მე ჩემ აზრს გეტყვი, რომ ჩემი აზრით ნიადაგი ამისთვის უკვე სრულიად მომზადებულია და ეს არ არის მხოლოდ განცხადებები დონალდ ტრამპის, საინფორმაციო
შტურმი, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით წინასწარ მომზადება სიტუაციის, რომ იქ მოხდეს რაიმე სახის ინტერვენცია და მე ამას ჰქონდეს საერთაშორისო მასშტაბით ლეგიტიმაცია, რომ აბა რა ეკნა ტრამპს დაახლოებით ასეთი საინფორმაციო კამპანია უკვე რამდენიმე კვირა მიმდინარეობს და ჩემი აზრით უკვე მზად არის საიმისოდ, რომ მართლა ნიადაგი შემზადებული აქვს ინტერვენციისთვის. მეორე საკითხი, რაც ასევე კიდევ უფრო მეტი საფრთხეს წარმოადგენს ჩემი აზრით ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს არის თუ კი ირანში იწყება სამოქალაქო ომი. მინდა შეგახსენოთ, რომ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება მსხვერპლთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რამდენიმე ასეულია, ხო, 500 გადააჭარბა თუ არ ვცდები და კიდევ უფრო მაღალ რიცხვებს წერენ მსხვერპლთან დაკავშირებით. ამდენად, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის, რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომი, რომელიც ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება ამ სახელმწიფოსთვის. აი, რა სცენარები არის სავარაუდო ამ მიმართულებით და რაც მთავარია, რა გავლენა ექნება ამას ჩვენს ქვეყანაზე, იმიტომ რომ ირანი არ არის ჩვენთვის შორეული ქვეყანა, ეს არის კავკასიისთვის ზოგადად ტრადიციული ქვეყანა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 3000 წელი ალბათ დაახლოებით, ხო, ეხლა ზუსტი თარიღის დასახელება ძნელია, მაგრამ რაც არსებობს ზოგადად იმ სივრცეში ირანული იმპერია, მას ბევრი სახელი ერქვა ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, ხო, აქამენიდებიდან დაწყებული, ბოლოს აი ფეჰლევები. ის ყოველთვის იყო კავკასიით დაინტერესებული, ის ყოველთვის იყო კავკასიაში და კავკასიაში იყო მასპინძელი. ბოლო 200 წელი რაც რუსეთმა დაიკავა კავკასია, აი ბოლო 200 წელია განიდევნა ირანი კავკასიიდან, თორე ის მას 3000 წელი ამ მიწებზე აქვს პრეტენზია, რომ მას უნდა კონდეს აგავლენა. ამდენად ირანი არ არის ჩვენთვის რაღაც უცხო ქვეყანა. ის შეიძლება არ გვაქვს დღეს პირდაპირ საზღვარი, მაგრამ არის ჩვენი მეზობელი ერთ-ერთი. ამდენად იქ მიმდინარე პროცესები დავით ცხადია საქართველოზე იკონიერებს და კავკასიაზე იკონიერებს გავლენას. საინტერესოა ცოტნე აი რა სცენარს ელოდები შენ, რისი მოლოდინი გაქვს ამ ხრივ და გავლენები ჩვენს ქვეყანასა და კავკასიაზე. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ არაერთხელ გვიტყვამს ამ სტუდიიდანაც, რომ ამ ეთერიდანაც, რომ ეხლა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ მსოფლიო შეიცვლება, ის მსოფლიო წესრიგი რაც არსებობდა, ეს ცუდი იყო, კარგი იყო, მოგწონდა, არ მოგწონდა, სხვა ამბავი აღარ არსებობს, ინგრევა და იქნება ახალი მსოფლიო, ხო? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ ეხლა ძველი ნგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მიჯნაზე, გზაგასაყარზე. და სიმართლე რომ ითქვას და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა და ესეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეპოქა რომელიც მოდის ეხლა და ის წესრიგი რომელიც მოვა და დგება უკვე ნელ-ნელა, ალბათ ბევრად უფრო ბნელი იქნება ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ვიდრე იყო ის სისტემა, რომელიც ინგრევა, ხო და ის წესრიგი, რომელიც ინგრევა და რავს გულისხმობ ამაში. ასე თუ ისე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამყარო შეთანხმდა თავის დროს საბჭოთა იქით დასავლური ქვეყნების კოალიცია, ნატო და ასე შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცა მსოფლიო წესრიგზე, რაღაცა წესებზე თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ერთმანეთი არ დავხოცოთ, არ გავანადგუროთ და ასე შემდეგ, ხო? ამისთვის ძალიან ბევრი შეთანხმებები შეიქმნა გაერო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და არაერთი, რა ვიცი, ორგანიზაცია, და შეთანხმება დაიდო, რომელიც ემსახურებოდა თავისი შინაარსით კაცობრიობის უსაფრთხო განვითარებას. მაგალითად, აი, რო გავიხსენოთ, აი, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმება და მსგავსი ძალიან ბევრი შეთანხმება, რომელიც იყო აი ამ და რომელიც ქმნიდა იდეაში იმ მსოფლიო წესრიგს, რა მსოფლიო წესრიგშიც წესრიგიც არსებობდა და აი ამ მსოფლიო წესრიგის პირობებში სხვადასხვა ქვეყანა ცდილობდა ან გადარჩენას, ან განვითარებას, ან გაძლიერებას და ასე შემდეგ, ხო? და დღეს ჩვენ მივიღეთ მსოფლიო, მივიღეთ ის რეალობა, სადაც დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ერთ დღეს გაიღვიძოს ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა და რომელიღაცა სხვა ქვეყნის პრეზიდენტი უბრალოდ მოიპაროს, მოიტაცოს, ჩავიდეს რამდენიმე ასეული კაციანი თუ 1000 კაციანი არმიით თუ ჯარით იმ ქვეყნის დედაქალაქში, ამ შემთხვევაში მადუროს გულისხმობ, ხო, მიხვდა, მოკიდოს ხელი და წაიყვანოს თავისთან, როგორც რა ვიცი, აი დააბაგაჟებინოს. რასაც ჩვენ ბავშვობაში დააბაგაჟებინოს. სულთან მეუღლესთან ერთად. კი ბატონო, ანუ ეს არის წესრიგი. დამამცირებელი. ეს ხო, აი სხვა რეალობაში იმ წესრიგში ხო, ჩვენ თან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აქ, რომ ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ დაუშვათ აი
რუსეთი, რასაც ტრამპი ამბობს, რა არის ტრამპის мотиваცია ამ შემთხვევაში? სანამ ირანთან მივალ ცოტა შორიდან დავიწყებ. აი ტრამპი რას ამბობს და რატო ჩემი ნახევარსფეროა და მე უნდა ვაკონტროლო. ხო, იმიტომ რომ ეს რა არის თავარი არგუმენტი და მათ შორის აი გრენლანდიაზე რო გაიწია რას ამბობს, ეს არის ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი, ხო, აქედან გამომდინარე, რასაც რუსებიც თავის დროზე ამბობდნენ და დაუშვათ, როდესაც ეწინააღმდეგებოდნენ მათ შორის საქართველოს, მათ შორის უკრაინის 2007 წლის სხვა შორის სამიტზე, მიუნხენის სამიტზე რა თქვა? მიუნხენის სამიტზე თქვა ღიად პუტინმა მაშინ თქვა და ამას მერე მოყვა უკრაინაში ომი, ხო? ეს იყო ნატოს არ გაფართოება აღმოსავლეთით რუსეთის საზღვრებთან, იმიტომ რომ რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს წარმოადგენს საფრთხეს მისი უსაფრთხოებისთვის, ხო? და ამაზე გვახსოვს ჩვენ აი იგივე მერცები და შოლცები და ვიღაცების ევროპული ლიდერები. ხო, აი ეს იყო რაღაცა სუვერენული სახელმწიფო იდეაში საერთაშორისო სამართლის და იმ წესრიგის მიხედვით, სადაც ცხოვრობდით, კი ბატონო, ეხა უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და როგორც უნდა ისე გადაწყვეტს. ამას უნდა ნატოში შევა და უნდა თვითონ შექმნის რაღაცა ახალ სამხედრო ალიანსს, რაღაც ბურკინა-ფასოსთან ერთად დაუშვათ, ხო? მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ და ამას ყოველთვის ვამბობდით რომ სინამდვილეში ანუ ეს წესრიგი რაღაცა შეთანხმებები ან ქაღალდები არსებობს იქამდე სანამ ამის სურვილი აქვს ხარებს მაგრამ როდესაც დავუშვათ და რუსების პოზიცია ეს იყო რომ თუ ეს შეთანხმება მე არ მიცავს და ჩემი უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლევა პირიქით საფრთხეში მაგრებს აი ის არსებული წესრიგი რა წესრიგიც არსებობს მე ამ წესრიგს არ დავემორჩილები და ამ შემთხვევაში იარაღის ძალით ვეცდები რომ ჩემი უსაფრთხოება დავიცვა ხო და ამაზე იყო რომ ეს კატასტროფა ეს არის რაღაც ველურობა ბოროტება ამის პარალელურად უნდა გავიხსენოთ რა განცხადებები იყო დაუშვათ იგივე ევროპელი ლიდერების მხრიდან ტრამპის ქცევაზე მადუროსთან მიმართებაში ხო ანუ იქ ფაქტობრივად ყველა ევროპელი ლიდერმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამპს მაშინ როცა ეს ბევრად შეიძლება ხა იქ მილიონობით ადამიანი იღუპება უკრაინაში გასაგებია მაგრამ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, არჩეულ პრეზიდენტს, რომ მეორე ქვეყანა უვარდება და იტაცებს და თავისთან მიყავს, რა ვიცი, როგორც რაღაცა ცხოველი რო დაყავთ ხოლმე რა, ჩანთით რომ აეროპორტში რომ მიდიღავს, სხვაგან რომ მიყავს, აი ესე მოკიდა ხელი და წაიყვანა. სხვა შორის აი უბრალოდ ჩავამატებ ერთადერთი ლიდერი, მე რაც მოვისმინე, ვინც დააფიქსირა ამაზე კრიტიკული პოზიცია, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, არის ტრამპის უახლოესი, ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ფიცო, რომელმაც თქვა რომ მე ამას არ ვეთანხმები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ ინტერესში არ შედის რომ ესეც წესრიგში შევიდეთ. და ისიც თქვა რომ მადლობა ტრამპს მხოლოდ იმისთვისო რომ არ მოიშველია რაღაც ადამიანის უფლებები და პირდაპირ ღია თქვა ავტობუსის გამო შევდივარო. კი ბატონო, ხო და აი რისით ფამინდა რომ კი იძახის ამას ფიცო, მაგრამ ჩვენ ზუსტად ამ ეპოქაში შევდივართ. ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც რამდენიმე წელი, რამდენიმე ათეული წელი შეიძლება ვიცხოვრებთ ისეთ სოფლიოში, სადაც არანაირი დაუშვათ სასამართლოები ჰააგის თუ ასე შემდეგ დაწერილი საერთაშორისო სამართალი არის მუშაობს აქ მუშაობს ძალის ასეთი ტიპის ლიდერები ამას იზამს ამას აქ მუშაობს ძალის პრინციპი მე ძალა მაქვს და რაც ჩემი ძალა მოეროვა ყველაფერს ავიღებ ხო ანუ ტრამპიც ასევე მოქმედებს მე შემიძლია იქ ჩავიდე ეს გავაკეთე იმიტომ რომ ამის ძალა მაქვს და პასუხს ვერავინ ვერ გამცემს და აქედან გამომდინარე იღებს იმას რისი ძალაც აქვს იგივე პრინციპით იმოქმედებენ რუსებიც იგივე პრინციპით იმოქმედებს ყველა ის დიდი ძალა რომელსაც აქვს პრეტენზია რომ მას უნდა ქონდეს თავისი გარკვეული ბუფერული ზონები თუ გავლენის სფეროები თავის სახელმწიფოს ირგვლივ ხო რაც შეეხება ირანს ახლა რატომ ზუსტად აი ამ კონტექსტის ნაწილია ირანში მიმდინარე პროცესებიც ვენესუელასთან დაკავშირებით აი რომ დავაკავშიროთ ერთმანეთს ხო ჩვენ თქვით რომ ეხლა მიდის სოფლიოს ახალი წესრიგი ჩამოყალიბება და აქ ამ შემთხვევაში ყველა მოქმედებს ძალის პრიმატიდან გამომდინარე და ყველა იმას იღებს რისი ძალაც აქვს ეხლა ის ძველი წესრიგი სადაც რაღაც შეთანხმებები არსებობდა ინგლისში, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს თავისთვის სასიცოცხლო მიმართულებებზე სრულიად კონტროლის დამყარებას. ხო, იქ ნახეთ ჩვენ დეკემბრის ბოლოს გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია, უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია, როგორ უყურებს ამერიკის შეერთებული შტატები თავის საგარეო პოლიტიკას უახლოესი წლების განმავლობაში და იქ პირდაპირ იყო გამოკვეთილი სამი მიმართულება, ხო? ეს იყო დავუშვათ ნახევარსფერო, დასავლეთ ნახევარსფერო ამ შემთხვევაში მოიაზრება ამერიკის კონტინენტები, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა. აქ იყო საუბარი ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, რომელიც ერთ-ერთი მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულება რჩება და
და ეს იყო ნუ ჩინეთის გარშემო იქ აღმოსავლეთ აზიის მიმართულება, ხო? პირველი ნაბიჯი და პრინციპში ეს მადუროს ეს დავუშვათ მოპარვა თუ მოტაცება თუ რაც შეიძლება დავარქვათ ეს იყო სამაგალითო ქცევა გარდა იმისა რომ დავუშვათ იქ ნავთობზე კონტროლი დაამყარა აი ეს იყო სამაგალითო ქცევა სხვა ქვეყნის ლიდერებისთვის სამხრეთ ამერიკის ლიდერებზე გულისხმობ თქვენ გვახსოვს იქ თავიდან იყო გვარი დამავიწყდა ის კოლუმბიის პრეზიდენტი რომელმაც რაღაც აღშფოთება გამოთქვა და მე ტრამპს როგორ დაურეკა ფოტო რო გავრცელდა და თანახმარიო რომ ჩვენ რაღაცა კი ეს სახში აპირებს ჩასვლას კი ბატონო აქედან გამომდინარე ეს მის ადგილას ერთ სამჯერ დავფიქრდებოდი სანამ ჩავიდოდი ვაჟინდან ეს იყო სამაგალითო სხვა გზა არ აქვს მაინც ჩაიყვანენ თუ დაშვიდათ ფაქტია ხო აქედან გამომდინარე ეს იყო სამაგალითო ქცევა ამიტომ ამ ნაბიჯით ტრამპმა გარკვეულწილად რაღაცა სათავისო წესრიგის დამყარება დროებით ყოველ შემთხვევაში ეხლა ამ სიტუაციაში მაინც შეძლო სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ეხლა რაც შეეხება ირანს, ხო, როგორც აღნიშნეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთით რჩება სტრატეგიულ მიმართულებად. რატომ არის მნიშვნელოვანი ირანის პროცესები და რატო არის ესე გააქტიურებული ირანში ტრამპი და ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია, მაშინ როდესაც ხმას არიღებს ევროპაზე და აღარ აინტერესებს უკვე ფაქტია საერთოდ ნუ ნატოს დაშლაზე საუბრობს, გრენლანდიის სიამოვნებით გავცვლია და ახლობით ესეთი განცხადება ჰქონდა ტრამპს და დავუშვათ არსაუბროს კავკასიაზე და საქართველოზე, როდესაც უკრაინაზეც კი არ გაუკეთებია ბოლოდები არანაირ განცხადებები რომ რაღაცა ყურადღება მოაქციოს და ყურადღებას არ გვაქცევს, მაგრამ ირანის თემები და ახლო აღმოსავლეთის საკითხით სერიოზულად არის ასე ვთქვათ დაკავებული. ვენესუელაც და ირანიც აი ეს ბევრმა აღიქვა როგორც თავშტაი ჩვენი ლიბერალები ხო ეს ნუ აბსოლუტურად ეს უვიცი ხალხია არ ესმით უბრალოდ და საუბრობენ რა ბევრმა აღიქვა თითქოს ეს იყო რუსული მარცხი რუსეთის საგარეო პოლიტიკის მარცხი რომ თურმე აი თქვა ასავლა ტრამპმა დაუშვათ ვენესუელაში და ეხლა ირანშიც ისეც როგორც განვითარდეს პროცესები როგორც დაუშვათ ტრამპის ადმინისტრაცია სურს ხო და ეს იქნება დამხობა დღევანდელი რეჟიმისა რომელიც ირანში არის ხო ამის ირანის ისლამური რესპუბლიკისა ეს და ვენესუელაც ბევრად უფრო მძიმე დარტყმა იქნება და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებისთვის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ჩინეთი მათ შორის ბავშვად ის ორი უდიდესი ნავთობ კომპანია რომელიც ნავთობს მოიპოვებდა ვენესუელაში და რა თქმა უნდა გადაქონდა ჩინეთში ეს იყო ჩინური კომპანიები და ემსახურებოდა ჩინურ ინდუსტრიას ეს მოპოვებული ასევე ირანიც და ასევე ირანის სადაც ძალიან ბევრი ფული დახარჯა ჩინეთმა იქ მაგისტრალები გაყავს როგორც ჩვენთან მათ შორის ხო ბავშვად ანაკლის სპორტზე და ასე შემდეგ რაც შეიძლება გამოთქვამენ აი ამ სურვილს რომ ეს ინვესტიციები აქ ჩადონ ზუსტად იგივე მაგალითად ავღანეთშიც აი სერიოზულად არის შესულ სერიოზულ ფულს ხარჯავს რომ გზები გაყავს და ასე შემდეგ თავისი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა რაც მას ჭირდება თურქეთის გადაზიდვის საქმეში ხო სავაჭრო საჭირო ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე ანუ ეს მიმართულება აი ეს ირანის მიმართულება ეს და ვენესუელაც მათ შორის შეიძლება საერთოდ ეხა შეთქმულების თეორია შეიძლება ვიღაცა შეთქმულების თეორია იყოს მაგრამ საერთოდ ისიც კი შეგვიძლია ვთქვათ რომ და ვიფიქროთ დაუშვათ გვაქვს ამის უფლება რომ ეს საერთოდ შეიძლება რაღაცა რუსულ-ამერიკული გეგმის ნაწილიც კი იყოს ჩინეთის დასასუსტებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ აი როგორც ჩერჩილმა თქვა, პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობს, პოლიტიკაში არსებობს მუდმივი ინტერესები, ხო? აქედან გამომდინარე ის რომ ჩინეთი და რუსეთი დღეს რაღაცა ალიანსი არიან ერთმანეთთან და კოალიცია აქვს და ასე ვთქვათ ანტიდასავლური შეკრული, იმას არ ნიშნავს რომ დაუშვათ რუსეთი მაინც კმაყოფილი არის ჩინეთის ესეთი გაძლიერებით და მით უმეტეს იმ ფონზე ჩვენ არ უნდა დაგვავიწოს დაუშვათ აი კონკრეტული ფაქტი რომ მოვიყვანოთ ის იმის შემდეგ რაც დაუშვათ სანქციები დაიდოთ რუსულ ნავთობ კომპანიებს და ევროპა აღარ ყიდულობდა ნუ ირიბად ყიდულობდა მეორე მესამე ხელით ანუ ხან ინდოეთი ყიდულობდა რუსულ ნავთობს და მე ესენი ყიდულობდნენ ინდოეთისგან ამ ნავთობს ხო რაც აღარ იყიდებოდა რა თავის დროზე პირდაპირ ევროპაში და დასავლეთში ეს რუსული ნავთობი მისი თავარი მომხმარებელი გახდა ჩინეთი ხო მაგრამ აქ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს თითქოს ეს არ იყო საერთოდ დახმარების გაწვდილი ხელი ჩინეთის მხრიდან იმიტომ რომ დაუშვათ მაშინ როდესაც ერთი ბარელის ღირებულება იყო $100 დაუშვათ ნავთობის ჩინელები ამას ყიდულობდნენ რუსებისგან 50-60 $. ბევრად იაფად ნახევარ ფასად და რუსებს ვინაიდან მას არ ყავდა გასაღების ბაზარი აღარ დარჩა იზოლებული იყო გაეყიდა შესაბამისად ყიდი და ამას იმის ნახევრად ფასად რაც რეალურად
ღირდა ხო ეს ნავთობი. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი რუსებმა კარგად იციან და რუსები ხვდებიან რომ აქვთ მათ ეს დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ, რომ ზედმეტად ჩინეთის გაძლიერება არ არის არც რუსულ ინტერესში, მათ შორის ისე როგორც ამერიკის ინტერესებში არ არის არც რუსულ ინტერესებში. ალბათ პირველ რიგში რუსულ ინტერესში არ არის. ნუ იმიტომ რომ ერთ კონტინენტზე არიან ეს. კი, უბრალოდ მან კიდე სხვა თემაა, იმიტომ რომ ბევრად ჩამორჩება რუსეთი ეკონომიკური განვითარების და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით და ესე კონკურენტი, უშუალო კონკურენტი ამ საქმეში არ არის. უშუალო კონკურენტი ჩინეთის ამ შემთხვევაში არის ამერიკის შეერთებული შტატები და პირიქით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უშუალო კონკურენტი ჩინეთია და არა რუსეთი. ხო? ხო და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ და ის თუ რა მოხდება ირანში გამოკიდებულია იმაზე თუ ვინც რომელი ის ახლა ჩვენ ხედავთ ფაქტია და თუ ესე დავაკვირდებით აი ამ პროცესებს ირანში მიდის ორი დიდი საგარეო ფაქტორი ჯახი ერთმანეთთან ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის ჩინეთი ამ შემთხვევაში რუსების პოზიცია არ ვიცი რა პოზიცია ხა ღია განცხადებები რასაც ხო რაც ეთდება აი მას მადროსთან დაკავშირებით რუბიოს განცხადება რაც იყო რომ აი ზუსტად იგივეს ჩვენო ველოდით რომ რუსებისგან რომ ისე სიტყვიერად დაგვაკრიტიკებდა კი ამის იქით ჩვენ დაგმოვდათ თვითონ ფაქტს ხო ამის იქით ჩვენ მათგან არაფერს არ ველოდით რას ლავროვმა საკმაოდ ლოგიკურადაც გააკეთა ბატონო ხო ეს არ არის პრობლემა ამერიკელებისთვის არ არის პრობლემა ამერიკელებისთვის ისაუბრონ დაუგნონ არ მოგვეწონონ არ მოგვიწონონ ჩვენი საქმე ბოლო ლავროვია და მათთვის მისაღები საკმაოდ ისეთი მაღალი რანგის დიპლომატია თუ ირანის რეჟიმის შეცვლა შეძლეს კიდევ თუ შეშფოთდება დაუშვათ ლავროვი და რუსეთის მთავრობა არც ეს არ იქნება ამერიკელებისთვის მაინც და მაინც დიდი პრობლემა. აქ თავარია რა ნაბიჯებს გამს რეალურად იმისთვის რომ დაიხმაროს პოზიციების შემდეგ. ხო, ან დაიხმაროს დაუშვათ რუსეთი ირანის მოქმედ რეჟიმს იმისთვის რომ ის ისე აი ცოტნე საინტერესო დეტალი თქვი შენ ჩინეთის ინდუსტრიისთვის რომელსაც არ აქვს თავისი ბუნებრივი რესურსები და ის არის მთლიანად დამოკიდებული იმპორტზე ბუნებრივი რესურსების რუსეთი ამ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი გზა ხო აქამდე ყოველ შემთხვევაში მისთვის ასევე მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ვენესუელა და იყო ირანი თუ კი მოხდება რომ ვენესუელა და ირანში შეიცვალება რეჟიმი რომელიც შეწყვეტს შემდეგ თანამშრომლობას ჩინეთთან გამოდის რომ ჩინური ინდუსტრია რჩება მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების იმედზე. აქედან გამომდინარე ხა მტკიცება იმისი რომ ეს რუსეთს ასუსტებს მე მგონი პირიქით ის რჩება მონოპოლისტი ჩინეთისთვის ერთადერთ მიმწოდებლად რჩება ენერგორესურსებს. რა თქმა უნდა მე პროცესებს თუ დავაკვირდებით ხა რა პროცესებიც მიდის იდეალური სასათბურე პირობები იქნება რუსეთისთვის რომელმაც თუ ისარგებლა ხა თუ ვერ ისარგებლის და არ ისარგებლის ეს სხვა ამბავია მაგრამ თუ ისარგებლის იმ მოცემულობებით რაც სოფლიოში როგორც ვითარდება და რაც ხდება ეს არის სასათბურე პირობები მათ შორის რუსეთის ეკონომიკის ინდუსტრიის ტექნოლოგიების განვითარებისთვის იმიტომ რომ ის გახდება დაუშვათ ორ დაპირისპირებულ ცენტრს შორის დაუშვათ ამ შემთხვევაში გულისხმობ ვაშინგტონსა და პეკინს რუსეთი გახდება ორივესთვის საჭირო მოკავშირე და მას ექნება ამ მოკავშირეობის სანაცვლოდ ძალიან ბევრი მიღების შესაძლებლობა. სხვათა შორის ქვეყანას და კონკრეტულად რუსეთს მიეცემა ასევე გახდეს დიდი მოთამაშე თუ რამე დასალაგებელი კაი ნეიტრალიტეტის კუთხითაც ანუ რაღაცა რომ მოლაპარაკების ეკონომიკას ყოველთვის მოყვება ჩვენ კარგად ვიცით გეოპოლიტიკა არის გეოეკონომიკა და აქვე არის ერთი მთავარი მნიშვნელოვანი დეტალი ისიც რომ არის ასეთი დიპლომატიაშიც ბუნებრივია გამოიყენებენ არის პირობითი ურთიერთობები აი რომ და არის აუცილებელი თვითონ პირობითი ურთიერთობები არც ქონია ესე რაც იგაც იყო მაგრამ თითქოს ავტომატურად რუსეთთან გადავა ჩინეთი აუცილებელ ურთიერთობაზე. იძულებული იქნება რომ თორეს ისეაც არ აქვს ცუდი ურთიერთობა, ამ შემთხვევაში პრობლემა არ აქვს, რომ ჩინელი ხალხისთვის და ჩინელებისთვის ჩვენ კარგად ვიცით რა არის ყველაზე მთავარი, ისინი თავს გზნობდნენ შვიდად და არ გზნობდნენ. არ გაიხსენონ ის, რაც კარგად ახსოვთ, რაც გაუკეთეს და შეუქმნეს ამ ოპიუმის ომები და ასე შემდეგ. რუსეთთან ეს პრობლემა არ აქვს, პირიქით რუსეთი დაეხმარა მას ბევრ რაღაცაში. არანაკლები უკნეს იაპონელებმაც ხო, შემდეგ უკვე კი. ხო, აქედან გამომდინარე ეს აი ამ ინტერესების ჯახია და ამ საგარეო აქტორებში, საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც შეძლებს ირანში საკუთარი პოზიციების გამყარებას ან სხვა პოზიციების ასე ვთქვათ განადგურებას ამაზე არის დამოკიდებული ირანში მიმდინარე პროცესის ბედი და რაც შეეხება იმ სცენარს სადაც დაუშვათ ან სამოქალაქო ომი ხდება ან დიდი ომი იმიტომ რომ ირანში სამოქალაქო ომის დაწყება ეს ნიშნავს ძალიან დიდ
და გრძელვადიან რაღაცას სისხლისმღვრელ პერიოდს თელ სახო აღმოსავლეთში. ეს არ იქნება მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი დაპირისპირება, ირანის შიგნით პროცესით არ შემოიფარგლება. ეს იქნება გადამდები ეს იქნება გადამდები მთელი სამწუხაროდ ისევ ვართ ყველაზე ახლოს შუა აღმოსავლეთის აღმოჩნდებით ისევ ყველაზე ახლოს რა ვიცი, თეირანი არის 1200 კილომეტრი ტაბლოზე ყოველთვის წერია ხოლმე რა. სხვა რამე უფრო ამ შემთხვევაში სამწუხაროდ რა თქმა უნდა. მიგრანტებზე მეტად მაშფოთებს სხვა რაღაცეები. ჩვენ ისე მოხდა რომ ალბათ მაყურებელმაც იცის რომ ირანის ჩრდილოეთში ცხოვრობს დაახლოებით 30 მილიონამდე აზერბაიჯანელი ეთნიკური აზერბაიჯანი, ასეც ქვია ის თვითონ აზერბაიჯანელები სამხრეთ აზერბაიჯანს ეძახიან ამ ტერიტორიებს. ეს არის აი მაგალითად ის ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია თავად აზერბაიჯანელებისთვის, მაგალითად აქ მდებარეობს ქალაქი არდებილი. ეს არის ქალაქი, სადაც აი ჩვენთვის ძალიან ცუდია, მაგრამ აქ დაიბადა მაგალითად სეფიანთა ირანის შეიხ სეფი, რომელმაც შექმნა სეფიანთა ყიზილბაშები, ასე ვთქვათ. აი ეს ჩვენ რომ ზოგადად მოიხსენებთ ყიზილბაშები ესენი ისტორიულად ჩვენ ვიცით რომ ეს ირანელი დამპყრობლები, მაგრამ აი ეთნიკურად ეს იყო თურქმანული ტომები, შიიტი თურქმანები, რომლებმაც შემდეგ უკვე შექმნეს უზარმაზარი ირანული იმპერია და აზერბაიჯანელები არიან ამ ხალხის გენეტიკური შთამომავლები. ცხოვრობს 30 მილიონამდე აზერბაიჯანელი ირანის ჩრდილოეთით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ეს არავისთვის არის დამალული, რომ აზერბაიჯანს და თურქეთს ამ მიმართულებით ყოველთვის ჰქონდა ინტერესი და ეს ეთნიკური უმცირესობა აზერბაიჯანელების სახით, რომლებიც ცხოვრობენ ირანში, არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი მწვავე ბომბი ირანისთვის. თუკი მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენ ვიცით რომ იქ იყო სერიოზულად მათ გამოაცხადეს კიდეც დამოუკიდებლობა რაღაც პერიოდი და შემდეგ რუსეთის იმპერიის ჩარევით მოხდა კვლავ ირანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ ნაწილში, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი, თუკი ეს პროცესები დაიწყო სამოქალაქო ომი ირანში, არ გამოურიცხავდა ალბათ სრულიად რეალურია საფრთხე რომ ეს არის ძალიან მულტიეთნიკური სახელმწიფო, ხო? იმ მხოლოდ სპარსელები ცხოვრობენ, სპარსეთის ყურეში თორე დანარჩენ ძალიან მულტიეთნიკურია. დაიწყო სამ სახელმწიფოს დაშლა და თუკი ეს მიგრანტების სამოსლო. მიგრანტების ტალღა ერთია, მაგრამ ჩვენ შეიძლება მივიღოთ მეზობლად 80 მილიონიანი თურქეთის გვერდით, კიდე ერთი 40 მილიონიანი აზერბაიჯანი. და ეს იქნება, არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს ეს კავკასიის რეგიონისთვის, ასე ვთქვათ, რამდენად ცulis ეს უკვე ბალანსს ჩვენთვის, რომ აი უზარმაზარ 120 მილიონიან მუსულმანურ სამყაროში ჩაკარგული 3 მილიონიანი საქართველოს და რაღაც 2 მილიონახევრიანი სომხეთი ქრისტიანული მხოლოდ ჩვენ ვჭებით. ეს არ ვიცი ზელანდიის პერსპექტივაში ჩვენ ხო, აი ხა წარმოიდგინე ზუსტად ამის თქმა მინდოდა თენგო ბოდიში რო გაწყვეტინებ და ეხლა წარმოიდგინე რომ კიდე უფრო მეტად სულელები რო გავხდებით ჩვენ და მე დარწმუნებული ვარ აქ არის მაგის ნიშნები რომ კიდე უფრო მეტად თავარ აი რუსულ ფაქტორზე ჩვენ დავიწყოთ ისევ ისე ნეგატიურად საუბარი როგორც არის ნუ რაღაცა არა იცი არის ჩვენ ხელისუფლებას სხვათა შორის ეხლამდე ხელისუფლებას ყველაზე მეტად ნუ არ ვიცი ადრევს თქვი გასო ჩვენ ერთ-ერთ ეთერში რომ აი რაღაცნაირად ისეთი ბედადაც დაძდევს რაღაცა ნუ რაღაცა კი ბევრი რაღაცა ისეთი მოხდა, მაგრამ თან მოუწია რაღაცა ურთულეს პერიოდში ყოფნა თქო რა. მაგრამ არანაკლებ, არ ვიცი, აი კიდე უფრო მეტად მოუწევს იმის გააზრება, ლოგიკურად, აი ძალიან ობიექტურად, ძალიან ცივი გონებით გაიაზროს, რომ არ აყვეს იმ ფაქტორებს შიგნით, ნუ კი ბატონო, მაგრამ რაღაცა პროპაგანდის, აი უცებ არ გავიღვიძოთ ეხლა იმაში, რომ კიდე ერთხელ ნახოთ ჩვენ რაღაცა უაზროდ არასამართლებრივი რუსული ფაქტორის ჩვენ უსაფრთხოებასთან მიმართებაში, აი ჩვენ უსაფრთხოებასთან მიმართებაში რუსეთთან კიდე რაღაც დამატებით რაღაცა თუნდაც ტერმინოლოგიურად რაღაცა დავიწყოთ სიგიჟების მე ნამდვილად არ მექნება ამისი მოლოდინი მე რა ბეხავე ვიტყვი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას ჰქონდა დროც და ჰქონდა იმისი რესურსის და შესაძლებლობას რაღაც კონკრეტულ ნაბიჯები გადადგმულიყო ამ მიმართულებით, გულისხმობ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ არ შევყვები ახლა ამ თემის განხილვას, მიუხედავად განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო განცხადებები რა ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვიდან საქართველოსთან მიმართებაში საერთოდ არ არის კეთილსაიმედო, იყო პირდაპირ მწვავე კრიტიკული განცხადებები. არ ვიცი რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ აი ერთ რამეს ველოდები, რომ თვითონ ამ ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ უნდა ეს დაინახოს, ეხლა ჩვენ ეს გვინდა თუ არ გვინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს. განახული აქვს, აი აღიარება, აი ჩვენი პრობლემა არის აღიარების ფაქტორი კავკასიაში არის ერთგვარად ჩვენი მათ შორის სტაბილურობის გარანტია. არა იმიტომ რომ მას ეს უნდა, არა იმიტომ რომ რუსეთში ეხლა საქართველოზე ლოცვაში ათენებენ და აღამებენ, ამიტომ არა მეგობრებო, იმიტომ რომ მათ ინტერესში შედის, რომ მათ
მათ სამხრეთ საზღვრებთან არ მოხდეს თურქული სახელმწიფოების გაძლიერება და თურქულენოვანი ჯგუფების გაძლიერება, რადგან ჩრდილო კავკასიაში თავად ყავს სუნიტი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც მზად არის, რომ ერთ წამში მაგრამ ჩვენ თან აქ თურქეთი ყავს, კაცო, ნატოს-ევრი ქვეყანა ყავს, რომელზეც ნატოზე ყველაზე სამართლიანი და ლოგიკური შეფასება აქვს და რეაქცია აქვს პუტინსაც და ამ რუსეთის ხელისუფლებასა საზოგადოებას და ეს არის მომენტი და ეს მომენტი მოხდა მაგალითად 200 წლის წინაც, მაშინ როდესაც დაიდო ის გეორგიევსკის ტრაქტატის დღეს რო ძალიან ლანძღავენ და საერთოდ ჩვენი ეს ისტორიის ცოდნა საზოგადოების ხო ორი ფაქტი შემოიფარგლება, ვიცით, დიდგორი კაია, ტრაქტატი ცუდია. მეტი არაფერი არისიან ამას. ლაპარაკობენ 20 საათი. და ისიც ვიცით, რომ 100,000-იანი ჯარი დაამარცხა 7 კაცმა. 7 კაცმა და ასეთ ფაქტებით შემოიფარგლება ხოლმე, მაგრამ თავარი რა არის, რომ ემთხვევა ამ შემთხვევაში ქართული და რუსული ინტერესი, იმიტომ არ ვამბობ ამას, რომ არ მე მიყვარს და ვგიჟდები საერთოდ და არ ვიცნობ რუსს, მართლა არ ვიცნობ ადამიანს, ნამობძარო არის, ცოცხალი რუსია, იშვიათად ყავს ნანახი, ტურისტი თუ ყავს ნანახი, თორე იმიტომ არა რომ ჩემ პირად დამოკიდებულება შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური, ბუნებრივად სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჯდება ჩვენს ინტერესში და რუსულ ინტერესშიც, რომ აქ გქონდეს რაღაც საერთო პლატფორმა, რაც დაიცავს ჩვენს ქვეყანას აი ამ საფრთხეების სადაც ის იგზნობს თავს, რომ მას არავინ არ დაესხმის და სადაც შენ იგზნობ თავს, რომ შენი ინტერესებიდან გამომდინარე სუვერენიტეტი, რაც ღირსეული სუვერენიტეტი იქნება, იმიტომ რომ ეს ინტერესი სხვა ჩვენ განაცემ უნდა დავასრულოთ, მაგრამ ერთი ძალიან ლოგიკურ კითხვასაც გვისვავენ. უბრალოდ მე მაინც მინდა ვთხოვო, რომ პირადში კი აღარ უკვე ჩვენი გვერდები ჩვეულებრივად ისე გრძელდება. ისე საინტერესოა, იმიტომ რომ ცოტა მახსენა აი ტრამპის, აი ის მოქმედებასთან დაკავშირებით. ორი კითხვა გამიჩნდა მე. ჩვენ შეიძლება სხვა აუცილებლად უნდა დავსვათ შემდეგ გადაცემებში სტუმრებთან ერთად. ორი კითხვა გამიჩნდა. ეს რომ რუსეთს ვიდეოა ისევ დარჩენილი ერთი? კი, ეს ვიდეო გვაქვს. კი ბატონო. ნატოსთან დაკავშირებით. ნატოსთან დაკავშირებით. ნატო და მინდა უბრალოდ ეს ვიდეო გაგვეშვა. ნატოს რატო უკავშირებ მე მაგას ვიყავ, თორე ვიდეო ნატოზე არ არის, გრენლანდიასთან დაკავშირებით. ტრამპის განცხადება მე მგონი ჯდება რა. მადლობა ჩვენ ტექნიკური რეჟისორს შეგვახსენა. აი გაუშვათ ეს ვიდეო, მაშინ თქვი ისტორია და მე უბრალოდ აი ამ კითხვას უბრალოდ მინდა გაუშვა, ჯერ მოვისმინოთ განცხადება გრენლანდიასთან დაკავშირებით, ალბათ ისედაც ნახა მაყურებელმა, მაგრამ გავაკეთოთ კომენტარი ამ ვიდეოზე თუ შეიძლება გაუშვა. გრენლანდიისთვის ფულზე ჯერ არ ვსაუბრობ, შესაძლოა ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ახლა რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, მოსწონთ თუ არა ეს მათ, თუ ამას არ გავაკეთებთ, როდესმე მას რუსეთი ან ჩინეთი დაიპყრობს. ჩვენ კი არ ვაპირებთ, რომ რუსეთი ან ჩინეთი მეზობლად ყავდეს. მსურ შეთანხმებას მარტივი გზით მივაღწიოთ, მაგრამ თუ ამას მარტივი გზით არ გავაკეთებთ, მაშინ მოგვიწევს რთული გზით გაკეთება. რატო გავუშვი ახლა ეს ვიდეო და რა შუაში აქვს ნატო? ტრამპმა თქვა, რომ თუ ჩვენ არ ავიღებთ გრენლანდიას, მის ოკუპაციას მოახდენს ან ჩინეთი, ან რუსეთი, ხო, თურქეთი წამომს. და არც მინდაო მეზობლად. და არ მინდა ეს ხალხი მეზობლადო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მიჩნდება ლოგიკური შეკითხვა, რაც ჩვენ ვიცით, რომ გრენლანდია დღეს არის დანიის სუვერენული ტერიტორია და მას იცავს ნატოს ქოლგა. რას ნიშნავს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ გრენლანდია ჩვენ თუ არ დავიპყარი, დაიპყრობენ რუსები, ანუ რა ნატოს ქოლგა არ დაიცავს გრენლანდიას? ამას ამბობს დღეს ამერიკის პრეზიდენტი, რომ ესე იგი ნატო, რავი, დაშლილია უკვე ეს ორგანიზაცია. როგორ უნდა მოახერხოს ჩინეთმა და რუსეთმა ოკუპაცია გრენლანდიის იმ შემთხვევაში, თუ კი ის არის დაცული ნატოს ქოლგი? ჩვენ ხომ მთელი ეს 30 წელი მაგას გვეუბნებია, რომ ნატოს ქოლგა არის უსაფრთხოების უმაღლესი გარანტი. შეუძლებელია, რომ ნატოს ქოლგა თუ გიცავს იქ ვინმე რამე გაგიბედოს. ამერიკის პრეზიდენტი დღეს ამბობს, რომ ჩვენ გრენლანდია იმიტომ უნდა დავიკავოთ, რომ ის არ დაიპყროს რუსეთმა და ჩინეთმა. რა გზავნილია ეს არა აქვს ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა, მაგრამ რაც მთავარია, რა გზავნილია ეს ნატოს სხვა წევრი ქვეყნებისთვის, მაგალითად ბალტიისპირა ქვეყნებისთვის, მაგალითად პოლონეთისთვის, რომლებიც ემეზობლებიან რუსებს და მათთვის ესე აღიქვამენ, რომ ისტორიული საფრთხეა. თუ ტრამპს არ მოუნდა მეზობლად. რა გამოდის ნატო რა თუ გრენლანდიას ვერ დაიცავს და დანიის ტერიტორიას ვერ დაიცავს, ბალტიისპირა ესტონეთს დაიცავს, თუ ფინეთს დაიცავს. და რაც უფრო მთავარია, ჩვენთვის რა გზავნილია კონსტიტუციაში რო ჩაგვაწერინეს ნატო და ესე იგი, რა ვიცი, ნატოს კულტი და კეფთაყვანის მცემლები გავხდით. დღემდე არავინ არ საუბრობს მის ამოღებაზე აქ შიგნით. კი ბატონო, საქართველოში. ვერც ისაუბრებს, არა აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თორე. ხო და აი რას ნიშნავს ეს რა გზავნილია? ანუ ნატო ან უკვე დაშლილია და ამის შესახებ არ გვეუბნებიან, ან მაშინ ვინმემ განმიმარტოს რანაირად შეიძლება რუსეთმა და ჩინეთმა დაიპყრონ დანიის ტერიტორია და ამიტომ ჭირდება თურმე ტრამპს აუცილებლად გრენლანდიის მე ვეცდები რომ განგიმარტოს შემოგვიყვანოთ. აი მე ერთ რაღაცას აჩვენებს ამით ტრამპი და ძალიან სწორიც არის, რასაც აჩვენებს და ფაქტია ეს ისედაც უკვე ხედავთ ამ ყველაფერს, რომ
შენ თქვი რომ რას ნიშნავს ეს ნატო დაშლილი არის თუ არაო და სინამდვილეში როგორც აღმოჩნდა და რასაც ჩვენ ხედავთ, ფაქტი არის ის რომ არანაირი ნატოს უსაფრთხოების ხოლკა არ არსებობს, ეს იყო ამერიკული უსაფრთხოების ხოლკა. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები იყო გარანტი ყველა იმ ქვეყნის უსაფრთხოებისა, რომელიც იყო ნატოს წევრი. ანუ აქ რაღაცა საერთო ხოლკაზე არ არის საუბარი. აქ არის ნატოს ხო, ამერიკული ხოლკაზეა საუბარი. დამჟამაში რას ამბობს ტრამპი და რაც არ არის საერთოდ აი გაუგებარი რომ მოხდეს ისე რომ დაუშვათ აი რუსებმა ჩერლებმა მოინდომონ და გრენლანდია აიღონ ამერიკელები არ აპირებენ ამის გამო რუსებთან ომის დაწყებას. დანიის გამო არ აპირებენ, მაგრამ ჩვენი ტერიტორია თუ იქნება გავიცავთ. ხო, ზუსტად აი ამაზე მეტყველებს ის რომ ის რაღაცა მითები რა ის ნატოს ხოლკა რაღაცებს იმას ვიზამთ აი შენაც ახსენე და ის კულტი რომ შეგვიქმნეს აქ. პირდაპირ ტრამპი ამ განცხადებით გვეუბნება რომ ეს ნატო ისედაც ხო თქვა კაცო გრენლანდიაში სიამოვნებით გავცვლი ხა პირდაპირ ესე არ ვთქვამს, მაგრამ დავფიქრდებოდიო ნატოს დაშლა გრენლანდიის არასრულად ნატოს დაშლაზე, ხო? აქედან გამომდინარე ანუ ეს იმას ნიშნავს და იმაზე მიუთითებს რომ ნატო ფაქტობრივად დაშლილი ანუ ორგანიზაცია ის არსებობს აქვს ჯერ კიდევ რაღაცა შტაბ-ბინა და ყავს ის რუტე თუ ვიღაცა გენერალური მდივნად, მაგრამ სინამდვილეში ნატო დაიშალა იქიდან მოყოლებული, რაც დაუშვათ ტრამპა და ტრამპის მოქმედმა ადმინისტრაციამ საკუთარი შეხედულებები ამერიკული საგარეო პოლიტიკა საერთოდ კარგია რომ ბალტიისპირა სახელმწიფოში არ ცხოვრობთ და მოკლედ ჩვენი გაცემა დასასრულს მივახლოვდა უბრალოდ მე აი კითხვას დავტოვებ ისე და იმიტომ რომ ლოგიკურია და შემდეგ დავსვათ ეს კითხვებიც იმიტომ რომ ეს თემა აქტუალური იქნება როგორც ტრამპის და მადუროს ეს ინციდენტი ასევე რა თქმა უნდა ირანის ამბავიც და უბრალოდ ასეთი რაღაც ხდება აი ჩვენ მაყურებელმა დაგვისვა ასეთი კითხვა პირველად როცა საუბრობდით რომ ესაც ტრამპმა ეს გააკეთა და ანუ მოიპარა ფაქტიურად ოკმარი არჩეული პრეზიდენტი ვენესუელიდან. ერთი ასეთი კითხვა იყო როგორ ფიქრობთო რუსეთს რომ მაგალითად რა აი რო წარმოვიდგინოთო რა ჩვენი ლიბერალები და მადმყოფი ეს ლიბერალური საზოგადოება თუნდაც შეიძლება თქვა ხელისუფლებაში თუ არიან ასეთები და არსებული ლიბერალური მენტალობით ეს რომ ისე წარმოიდგინეთო რომ ეს თქვა რუსეთს გაეკეთებინა გვერდზე ყავს საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და მეც რომ გაეკეთებინა ეს აქციელი რომ ჩაედინა რუსეთს მაგალითად პუტინს რომ გაეკეთებინა იგივე მოეპარა რომელიმე რა მერთო დაიფოროს მაგრამ არა ხო ნუ ეს რომ გაეკეთებინა რუსეთს ერთი კითხვა ესეთი რომ წარმოგიდგენიათ ანუ რას უზავდნენ მიწის ამერიკელებიდან დაწყებული ყველა რას უზავდა რუსეთს ეს რუსეთზე დარტყმისთვის იქნებოდა ლეგიტიმაცია მათთვის რომ ეს იერში მიეტანა და მეორე არ გააკეთებდნენ რა თქმა უნდა ჩანს დღეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა ხო შეიძლება მართლა გაეკეთებინა ამათი ხო წარმოგიდგენიათ თუ ანუ რიტორიკული კითხვაა მაგრამ ხო წარმოგიდგენიათ ჯერ თავად ამერიკელები რას უზავდნენ მთელი ევროპა მერცმა ხო მოუწონა ტრამპს და რუსს რო ეს გაეკეთებინა რო ეთქვა რა მაპატიეთ რავი კონფლიქტი რაღაც სიტყვაზე რა მაინც ჩვენ მტრებად აცხადებენ სუდა ყველაფერი კონფლიქტი არ ქონდა ვენესუელასთან არა თავარი რა ეს უნდა ვთქვა თავარი რა არის მეგობრებო ამ შემთხვევაში ვენესუელას აი ოფიციალურად მიზეზი რა არის რატო დაესხა თავს და რატო ჩაიდინა ის რა ჩაიდინა არა ის რომ ვენესუელა რომელიმე სამხედრო ბლოკში შედიოდა და იარაღს ანთავსებდა და ამერიკის უსაფრთხოებას არა ჩინეთთან ვაჭრობსო ნავთობით ანუ იმიტომ და ეს არ შედის რომ ჩვენს ინტერესში და მეორე თქვა რომ ნარკოტიკები ნარკოტიკები მოქალაქეები ჯანმრთელობაზე ვფიქრობ მაგრამ ეს კი ბატონო თავარი მიზეზი იყო რომ ჩინეთთან არ უნდა ივაჭროს ვენესუელამ ანუ ამ შემთხვევაში არ არის საუბარი სამხედრო რაიმე აქტივობებზე საუბარი არის ვაჭრობაზე სუვერენული ქვეყანა ვენესუელა აქვს თავისი რესურსი ვისაც უნდა იმას მიყიდის ხო და ესე იგი ამერიკას უფლება აქვს სხვა ქვეყნის შიდა საქმეში ჩაერიოს კი არა პრეზიდენტი მოიპაროს იმის გამო რომ ის ვაჭრობს ვიღაცა არასორთან მას რო ხო არასწორად მის ინტერესში რო არ შედის და რუსეთს არა აქვს იმისი უფლება რომ თავის საზღვართან არ უნდოდეს შეიარაღების განთავსება ეხა რა ლოგიკაა ეხა უცებ კიდევ ერთ ნიშნა აი ეგ სცენარი ხო წარმოვიდგინეთ ეხა ჯვარი წერიათ კაცო კარგად იყვნენ მაგრამ აი წარმოვიდგინე რომ რუსებმა ეგ გააკეთონ საქართველოში რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რომელიც აი ან მიშა რო ციხიდან მოეპარა რა მიშა არა კაცო მე აი ამაზე გეუბნები რა რომელიც აი ლიბერალების ის როგორ აი
რას იზავს? უხერხულ სიტუაციაში იჭერებია. მაგარ უხერხულ დიქტატურაში. მაგარ უხერხულ. ლიბერალები მაგარ უხერხულში იქნება. რაღაცა რუსული სცენარია ეხლა ბოლოს და კიდე არის მეორე მთავარი კითხვა სხვა შორის და ამაზე ჩვენ აუცილებლად საქართველოს ტალღის უკვე ახალ ეთერში და ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ. ეს არის ირანის საკითხი, კითხვაც შეიძლება ითქვას რიტორიკული არის, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი მძიმე კითხვა და შინაარსიანი. როგორ ფიქრობთ თქვენ, რომ არ იყოსო რუსეთის ფაქტორიო საქართველოსთან მიმართებაში, აი ეს რაც ახლა ირანში ხდება და იწყება, რამდენად დაუცველები და დაცულები იქნება. მოიცა ჯერ თქვათ ის რომ საერთოდ რუსული ფაქტორია არის, რატო გონიათ რომ არის საქართველოსში და რატო გონიათ რომ რუსეთი თავს მოიკლავს ახლა აქ საქართველოსთვის, თუნდაც იქიდან დაიწყოს რეალური პროცესები. ჩვენ არა გვაქვს არც დიპლომატიური ურთიერთობა, არა გვაქვს არც არანაირი შემხებლობა, არანაირი ალიანსი. ამ ხალხს რა სიკვდილს მოიხსენიებ პოლიტიკოსებს ჩვენ თვითონაც ჩვენგან დედის გინების მეტი იქით არაფერი არ არის, ხო მოსკოვის მიმართულებით. იმ ხალხმა ხელი რომ დაიბანოს, არ ამგონია რომ რაიმე გინდა მორალურად იყვნენ არასწორი მაგ ამბავში და მერე მეორე ხა თუ რას ნიშნავს რუსეთის ფაქტორის გარეშე დარჩენა, შევხედოთ მე-18-მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიას, იგივეს ნიშნავს აბსოლუტურად. აქაც არგუმენტი იქნება ყველაზე მთავარი, სულ რომ მართლა მიგაგდოს და თქვათ ინტერესი არ ქონეს, ბოლო-ბოლო ეთქვის რომ ჩემს საზღვარზე დავიცავ. კი ბატონო, ჩემს საზღვარზე დავიცავ და ეს საზღვარი აგერა გვაქვს და ჩვენ ვართ ასეთ მდგომარეობით ვართ. მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ, თქვენ დიდი მადლობა უთხრა მაყურებელს და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ დიახ, საქართველოს ტალღის ეთერი განახდა და აი პირველი ერთი თვე მაგალითად ჩვენ გვექნება რეორგანიზაცია და შემდეგ უკვე ხო 4 შაბათს ჩვენ ვცდილობთ რომ ქონდეს ასევე ისევ გადაცემა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვინდა გითხრათ. გვიყურეთ, თვალი გვადევნეთ ისევ იმ არხებზე, როგორც სოციალურ ისე YouTube გვერდზე და ასევე TikTok-ზე, ახალი სახელით, ახალი შეფუთვით და შესაბამისად ბუნებრივი ახალი და ყველაზე საინტერესო კონტენტით, ანუ მიმართულებით, რასაც ქვია, მედია პლატფორმის შექმნა. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. კარგად ვანდებოდეთ.